ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში, რა თქმა უნდა, რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ, რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში, თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო, რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწვდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. სალმები ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია იაკუძასა და იტალიური მაფიის დაპირისპირების მეხუთე ეპიზოდი დაგიბრუნდეთ და ასეთი საინტერესო მაგითა შეიკრიბა იმისთვის, რომ თქვენთვის ეპიკობები გულები გაგვისპამეთ, დააფასეთ მათი მობრძანება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი იუთუბერები, ტიქტოკერები, Facebook-ზე კონტენტ კრეატორები და ასე შემდეგ ვცდილობთ, რომ თქვენთვის შევქმნათ ეპიკობები. მე ძალიან მიხარია თქვენი მობრძანება. ბექას არ არის, აქ არის და სლენდერაც ჩვენთან არის. ძალიან მიხარ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მაყურებელს მიმართავთ, ჩვენ რა თქმა უნდა ხუმრობთ, ვაკეთებთ შოუს, ასევე ვცდილობთ, რომ ვითამაშოთ კარგად მაფია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მაფიის პროექტს ვაკეთებთ, იმიტომ რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ერთმანეთი, იმიტომ რომ ეს პროექტი არის დამეგობრების, გაერთიანების პროექტი და შემდეგ უკვე მაფიოზობანას თამაშობთ. აი, რაც შეეხება ფინალში, მეგობრებო, ფინალში ჩვენი საპრიზო არის 20,000 ლარი, რომელიც ნაწილდება 10,000 ლარი 3-ზე გაიყოფა თუ მაფია მოიგებს, იაკუძა თუ მოიგებს 2-ზე, პატიოსნები 7-ზე და მე დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს გინდათ რომ ფინალში მოხვდეთ. ჩვენი გენერალური სპონსორია ბეცონ სპორტი, რომელმაც დაგვასპონსორა. უღრმესი მადლობა. ასევე ჩვენი სპონსორია ბენედიქტინერი, გერმანული იმპორტირებული ლუდი, მიირთვით, გემრიელად მიირთვით. გაგიმარჯოთ.
და ვინც საჭესთან ხართ, შეგიძლიათ რომ ნომერ პირველი ამერიკული ცივი ყავა Starbucks-ი მიირთვათ, რომელიც ჩვენი სპონსორია და უღრმესი მადლობა მათ სპონსორობისთვის. შედით ქართულ YouTube-ში სპონსორები, ჩემი რეკომენდაცია ყველა კომპანიას. ასევე მეგობრებო, ჩვენი სპონსორი არის ლუდისა, რომელიც არის პირველი ქართული პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ჩიპსი და მე ჩემი საყვარელი ჩიპსი გახდა და მადლობა მათ სპონსორობისთვის. ლუდისა ფინალში თავის რჩეულს 2000 ლარს გადასცემს და ძალიან დიდი რესპექტია. ფინალში მეგობრებო, ყველა MVP-ს Celsius-ი გადასცემს საჩუქრებს და ასევე თავისი რჩეული ეყოლება. მაფია პრომოკოდზე ყველა მაყურებელს შეუძლია რომ გამოიყენოს და 15%-ამდე ფასტაკლებას მიიღებენ. Celsius-ი არის ოფიციალური წარმომადგენელი არისტონის, ასევე შიკის წარმომადგენელი არის კონდიციონერები, ზაფხული მოდის და თქვენ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და 15%-იანი ფასტაკლება მიიღოთ. მადლობა სპონსორს. მეგობრებო, თავის დროზე ჩვენ როდესაც ინტერნეტში Zoom-ის პლატფორმაში ვერთიანდებოდით ხოლმე და იქიდან ვსტრიმავდით, ჩვენი მიზანი და ოცნება იყო რომ სიცილიის საგზური გაგვეთამაშებინა. ეს ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ერთხელ უკვე გავუშვით ჩვენი მონაწილე. ახლა კი ჩვენი მიზანი და ოცნება არის რომ ამ სეზონის ფინალი გადავიღოთ სიცილიაზე და იმედი მაქვს რომ გამოჩნდებიან სპონსორები და ხალხი დაგვიდგებიან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ თანხაზეა დამოკიდებული, დაკავშირებული, ასე რომ თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გთავაზობ ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას სიცილიიდან. მთლიანი სეზონის განმავლობაში რამდენი ეპიზოდიც არის დარჩენილი და ასევე მთლიანი კამპანიები და ასე შემდეგ. TikTok ედიტორებს მოგმართავთ რომ მაფიის ღამე 14-ზე შეგიძლიათ დაკლიბოთ ამ ეპიზოდიდან და უკვე შემდეგი 3 ეპიზოდიდან ედიტები და ჩაერთვებით გათამაშებაში. წარმატებები მე ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც კლიპავთ და რაღაც საინტერესო სახალისო ედიტებს გვიკეთებთ ხოლმე. აი, რაბანა დააედიტეთ აუცილებლად. ჩემი საყვარელი მოთამაშე არის და იუთუბერი და ტიკტოკერი და ასე შემდეგ. რაბანა. როგორც იქნა ძლივს მოვიყვანეთ. All-Star-შიც უნდა ყოფილიყო. მე მგონი დროა რომ დავაღამოთ, ამჯერად Slender-ა ითამაშებს და Dark Flash-ი დაგვეხმარება კარტების დარიგებაში. თხოვთ დავიწინოთ, ნიღბები კარგად ავიფაროთ, თავები დაბლა დავხაროთ. თავი დაბლა დავხაროთ. იგივეს პირველი ნომერი და გაეცნობა თავის როლს. მშვიდობები. იგივეს მეორე ნომერი და გაეცნობა თავის როლს. მშვიდობები. იგივეს მესამე და გაეცნობა თავის როლს. ირიანების 31 შეგიძლიათ მომწადეთ და ითამაშოთ მაფია. მშვიდობებით. იგივეს მეოთხე და გაეცნობა თავის როლს. მშვიდობებით. იგივეს მეხუთე და გაეცნობა თავის როლს. გულები გაუსპამეთ მონაწილეებს და დაალაიქეთ. იგივეს მეექვსე და გაეცნობა თავის როლს. ყველას არხი არის აღწერაში. იგივეს მეშვიდე და გაეცნობა. მშვიდობებით. იგივეს მერვე იგივეს მეცხრე და გაეცნობა თავის როლს. მეათე და ირჩევს კარტს. იგივეს მე-11 და გაეცნობა თავის როლს. და იგივეს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა.
მემშვიდობები ხელები ავიღოთ მაგიდი და ძირფასო მეგობრებო თავი დაბლა დავხაროთ ყველამ და იღვიძებს მაფია დონმა დაიქნიოს ხელი დონი ირჩევს მარჯვენა ხელს დონი ირჩევს მარჯვენა ხელს მემშვიდობები მაფიას იღვიძებს მხოლოდ დონი და დონი გადახედავს ქალაქს მემშვიდობები იღვიძებს მარჯვენა ხელი და მარჯვენა ხელი გადახედავს ქალაქს მემშვიდობები იღვიძებს შოკუნი და უერთდება იაკუზა მემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი წარმატებები დეტექტივს მემშვიდობები იღვიძებს ექიმი წარმატებები ექიმს და თენდება ამ ცოდვებით ახსავსე ქალაქში წარმატებულ თამაშს გისურვებთ თავარია სიამოვნება მიიღოთ ამ შესანიშნავი თამაშისგან გავერთოთ ერთად გახსოვდით რატომაც ვერთიანდებით და კარგი თამაშიც გამოვა. პირველ ნომერს უსმენთ. თქვენ ერთი წუთი გაგოთ. მოგესალმებით. ჩემი კარტიდან გამომდინარე, აუცილებლად მოგიყვეთ ეს ისტორია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ყველგან მაქვს ნამუშევარი. რემონტებიდან დაწყებული, შუშის წმენდავა დამთავრებული და არც იმას მოვერიდები, რომ გითხრათ, რომ ერთი პერიოდი ძაღლებთანაც კი ჩხუბობდი ხოლმე და მოკლედ ეს იყო ის ჯაჭვი, რითაც ვიყავი ხოლმე დაბმული. ამიტომ ყველა წარმატებებს გისურვებთ და მიირთვით. კაპუჩინა ბალერინა. ას. მადლობა. ორ ნომერს უსმენთ? ძიმე ისტორია მოვისმინე ძალიან. პირველ რიგში მოგესალმებით, ყველას წარმატებულ თამაშს გისურვებთ. მე ვარ წითელი კარტი, უსურვებ მოგებას მოქალაქეებს და რავი, იმედი მაქვს თქვენ მაინც აქედან არ გამაგდებთ, როგორც ერთი ადგილიდან გამაგდეთ. რავი, ახალი სახეები ყავს და ძალიან კარგი არის. და მიხარია, მაინტერესებს მათთან ერთად თამაში, ბევრთან არ მითამაშია და პირველად ვითამაშებ. განსაკუთრებით აქეთ ამათთან ერთად არ მითამაშია. პას. მადლობა. სამ ნომერს უსმენთ? საინტერესო მაგიდაა, ჩემი აზრით და საინტერესო თამაშიც იქნება. პირველ ნომერს დავიწყებ. რაღაც სისტულელი ისტორია მოყვები. პირველ ნომერო და მოდი. შემდეგში ცოტა პროდუქტიული იყავ, კარგი? მეორე ნომერს პირველ ნომერზე არ ვსაუბრია საერთოდ არაფერი. აზრიც არ დაუფიქსირებია. მე პატრიოტიანი მოქალაქე ვარ და მედია ტეტრისი როგორც დაიშალა, ისე არ დაიშლება ეს ქალაქიც. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? გამარჯობა, მე ვარ ბექა, პატრიოტიანი მოქალაქე. წარმატება მინდა უსურვო მოქალაქეებს და იმედია ეს ქალაქიც ისე არ დაინგრევა და არ დაანგრევს ერთი პიროვნება, როგორც ტეტრისი დაინგრა და დაიშალა და რაც შეეხება კიდე ერთი რაღაც მინდა დავამატო, თვალებზე გეტყობა იაკუზა ხარ და ტრიადა ხარ და რაღაც ეგეთი ხუმრობები. ეგეთი ხუმრობები არ გვინდა რა, მე ვარ პატრიოტიანი მოქალაქე და შავებს დაგერხათ. მადლობა. ანუ მაფია არის გაერთიანების პროექტი და ეხლა რა ვიცი, იფიქრეთ. საერთაშორისო. 5 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი აზრით რაბანა რაღაცას მალავდა თავის სპიჩს. ან დადგმული იყო და უბრალოდ მომზადებული იყო და რაღაც უბრალოდ ისტორია მოყვა. ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე. ალბათ გინდოდა გვაჩვენო რომ მოქალაქე ხარ? გინდოდა გვაჩვენო რომ მოქალაქე ხარ? საინტერესო. მომეწონა მესამე ნომერი ძალიან. პირველ წრეზე ხა ვერაფერსაც ვერ ვიტყვი დიდად. მომეწონა მეოთხე ნომერი ძალიან აქტიურად, იუმორით თან ეგრევე უტევდა. მეორე ნომერზე არ მომეწონა დიდად რა. პირველ და მეორე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ხვდები, ანუ უფრო არა ვიდრე კი რა პირველ და მეორე. მესამე და მეოთხე უფრო კი ვიდრე არა. მე წითელი ვარ, ჩემზე წითელი ამ მაგიდაზე არ მგონია ვინმე როიჭდეს. ასე რომ პას. მადლობა. მეც გავწითლდი ხა. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა დავიწყო რომ ჩემმა ვიზუალმა არ მოგატყუოთ. პატრიოტიანი მოქალაქე ვარ.
პირველ ნომერზე რა შეიძლება თქვა? ნამდვილად გულში ჩამწვდა ისტორია, მაგრამ იმ ჯაჭვით რატომ ზიხარ, რითაც გატარებდნენ, ეგ ძალიან საეჭვოა. მეორე ნომერზე რა შეიძლება თქვა? მეორე ნომერი, ისეთი ვერაფერი ვერ დავიჭირე, მესამე ნომერი მომეწონა, კარგად ილაპარაკა, მეოთხე ნომერს დავაკვირდები, თვალებში არა უღონდ. მეხუთე ნომერი მომეწონა, კაი სპიჩი იყო, დანარჩენი 0 წრეზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, დავაკვირდები ყველას. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით, მე ბექა და მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. პირველ ნომერზე არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს, იმიტომ რომ ხსნის და შეიძლება მე უფრო მეტი ისაუბროს. მეორე ნომერი, წილად შეაფასა პირველი ნომერი, მესამე ნომერი ნორმალურად ისაუბრა, ამას კაი ისაუბროს ნამდვილად ვერ დავარქმევდი და მეოთხე ნომერი კარგი იყო ემოციიდან, ამასული იყო ის იაკუძა არ გიგონათ და რაღაცაო. მეხუთე ნომერი მომწონხარ, აფასებ და საუბარშიც კი კარგია ყველაფერი, მაგრამ რაღაცა დამაკვრით თქოს. მეექვსე ნომერი პირველად ხედავ მაგიდას და ძალიან მომწონს. მშვენივრად შეაფასებ. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და დავაკვირდებით. პას. მივესალმები ქალაქს, ვარ პატიოსანი მოქალაქე. პირველი და მეორე ნომერი ჩემთვის ახლა ამ ეტაპში წააგან Minecraft-ის ვილეჯერებს, რომლებსაც პროფესია არ აქვს და ვერ აითვისებენ, სამწუხაროდ არსებობენ ეგეთები. სამი ნომრის მსჯელობა ძალიან მომეწონა. ახლა ამ ეტაპზე მგონია რომ 1-2 ნომერი, რადგან ჩემთვის არაფრის მომცემი ინფორმაციით იყვნენ, ვერანაირ გუნდში ჯერჯერობით ვერ ავიყვან, ვერანაირად. 3 ნომერს ავიყვან. 4 ნომერი იმდენად არ მომეწონა, როგორც 5 ნომერს მოეწონა, თუმცა მიუხედავად ამისა 5 ნომერს ავიყვან და 7 ნომერს ესეთ რაღაცას ვეტყოდი, რომ 5 ნომერმა მე მგონი იმაზე უფრო მეტიც კი თქვა, ვიდრე შეგეძლო რომ გაგეგო უბრალოდ ცოტა ყურადღებით უნდა მოგესმინა. 6 ნომერი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ Minecraft Legacy-ის გამაგრძელებელია, ოდესღაც მე ვაგროვებდი Diamond-ებს და ახლა ის აგროვებს ბევრად უფრო მაგარ ოურებს, ისეთებს როგორიც არის რაღაც Obsidian და ამ შემდეგ რა. რაც შეეხება როლს, სამწუხაროდ არანაირი როლი არ მაქვს, მინდოდა რომ მქონოდა როლი, მაგრამ ვერ მაქვს. ამ ეტაპზე ჩემი გუნდი 0 წრეზე არის 3, 5, 3, 5, 8 და 6, 7, უფრო წითლები ვიდრე შავები, პას. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით პირველ რიგში. როგორც წინაზე აღნიშნე, ეს ბევრად უფრო სანერვიულო აღმოჩნდა ვიდრე ბეთლის ჩატარება. იმიტომ რომ წნევა გაწვება, მიუხედავად იმისა, პატიოსანი ხარ თუ რა როლიც არ უნდა კონდეს. მაგიდას შევაფასებ, პირველი ორი ჩემთვის ნეიტრალურია, დიდეთ რაღაცა ისეთი ვერაფერი ვერ შევატყვე. 3 შედარებით მომეწონა, 4 მომეწონა, 5 მომეწონა. 6 ემოციურად დადებითი იყო, მაგრამ სიტყვებში რაღაც ისეთი დიდი ვერაფერი ვერ დავიჭირე. 7 მომეჩვენა დადებით, ეხლა ყველას დადებითად გიყურებთ ძირითადად, მაგრამ 7-ში შევამჩნია აი ცოტა ხელების კანკალი და ცოტა ნერვიულობა რაღაცა იყო რა. 8 ძალიან ჩამოყალიბებულად ილაპარაკა, გამოცდილი მოთამაშეა და ვფიქრობ როლი რომც გქონდეს, მაინც ეგრე ილაპარაკებდი რა. მე ვარ პატიოსანი, ცოტა ნერვიულობა ეგ არ შეიმჩნიოთ. პას. 10 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. მე ვარ გიორგი, თამაშობ მეორედ ამ წესებით და ჯერ კიდევ ვეწევი რაღაცებს რა. რაც შემიძლია ვთქვა, მესამე ნომერი მომეწონა. დანარჩენზე ასე თუ ისე ყველაზე ნეიტრალურად ვარ განწყობილი. მერვე ნომერის თამაშის სტილი არის ჩემთვის ერთადერთი ცნობილი, იმიტომ რომ ვამუღამებ რომ რაც უთამაშია ყველგან რაღაც ანალიტიკოსის როლი აქვს. სხვაზე რა ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, აშკარად გამოცდილ მოთამაშეებში ვზივარ და იციან როგორ უნდა დამალონ რაღაცეები რა. ვისაც დასამალი აქვს. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, პას. მადლობა. 11-ს უსმენთ? მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ მოგესალმებით ყველას და ჩემ თავზე ვიტყვი იმას, რომ მოქალაქე ვარ, წითელი კარტი ვარ, დიდად არ მიყვარს მაგ კარტით თამაში, მაგრამ ვითამაშებ. და მაქსიმალურად თავს დავდებ, რომ მოქალაქეებმა მოვიგოთ. რაც შეეხება პირველ ნომერს, ნეიტრალური ვიქნები, მეორე ნომერი არ ვიცი, ვერ ხვდები, 6 და 7 არ მომეწონა რა. ასევე 8-ზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ნეიტრალური ვიქნები 8-თან. ეს ბიჭები 9 და 10 შეიძლება დაპირისპირებული მხარეები იყო აქაც, მაგრამ ნახოთ რა. ან იაკუძა და შოგუნი. შევხედოთ რა იქნება რა. პირველი 0-ანი წრიდან ძალიან რთულია
გამოტანა აზრის და დავაკვირდები. ჯერჯერობით გამოკვეთილი არაფერი არ არის რა. მადლობა. 12-ს უსმენთ? მოგესალმებით ყველას. წითლის საუბარი ასე არავის არ ქონია და ვერავიყვან ვერავის წითლად. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი აქ წითლად აყვანოს, რომ ვიცოდე ვინ არის უეჭველი წითელი, რაც შეუძლებელია ეს პირველ წრეზე. მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან მიუღებელი, ასე ვთქვათ, 10 ნომერმა იმდენად ცოტა ისაუბრა. შენ იმდენად შეგიძლია კარგად საუბარი. სწრაფად გარიყვას და ასე შემდეგ, რომ ვერ მივიღებ იმ არგუმენტს, რომ დავიბენი და რაღაცა, იმიტომ რომ წინა თამაშზე ვიღაცის გამოუცდელობამ შეიყვანა ქალაქის შესდომაში და ჩემთვის 10 ნომერი იყო ძალიან საეჭვო. მის გამო ასევე 7 ნომერთან მაქვს ერთი შენიშვნა. შენამდე 6 ადამიანმა ისაუბრა და ყველა ესეთი, რა ქვია, ყვავილებით მოფენილი როგორ იყო და ყველა წითელი და ყველა კაი კაცი როგორ იყო. შენგან ეს თამაში ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი შენერი გამოსლიმო თამაშისგან, რომ 6 ადამიანიდან ერთის არ გააშავე. კი, შენ, იმიტომ რომ ძალიან სწორი რაღაცა გითხრა 8 ნომერმა შენ, რომ კარგად თუ დააკვირდიო შენო, საკმარისზე მეტი თქვა და კი, შენი საუბარი რას გავდა? შენი საუბარი გავდა, რომ არ მოვუსმენე და მოდი რაც სათქმელი მაქვს ის თქვა, რომ ჩემზე ეჭვი არ მოიტანო. ამიტომ ჩემთვის შენ შავდები მაგის გამო. აქეთ რაც შეეხება ბენი, ძალიან არ მომეწონა ის, რომ კი მესმის რაბანას პოზიტიური ხელი გახსნა ქონდა, მაგრამ მაინც რაღაც უნდა გეთქვა მასზე და გაბუნიამ ძალიან სწორი შენიშვნა მოგცა. არაფერი არ გითხოვს რაბანაზე. თუმცა შავებად ეხა ძალიან არ მომწონს 7 და 10-ის თამაში. და მადლობა მეგობრებო, ძალიან კარგი ნულოვანი წრე იყო. ეხლა დაგემშვიდობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. კი არა და ღამე მეგობრებო. დავიძინოთ თუ შეიძლება. ხელები გთხოვთ რომ ავიღოთ მაგიდიდან, თავი დაბლა დავხაროთ. იღვიძებს მაფია და სახალ სტრატეგიებს. ვემშვიდობები შეგახსენებთ რომ პირველ ღამეს სიკვდილი არ ხდება. ვემშვიდობები იღვიძებს თორნი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. ისინი სახავენ სტრატეგიებს პირველ ღამეს არ ისვრიან. ვემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. იაკუძაც მაფიად მოწმდება. მიიღო პასუხი ექიმი არ იღვიძებს და თენდება. თამაშს გახსნის ნომერი 2. ვისაც რაღაც დაგაკლდათ, ანუ ნულოვან წრეზე რა უნდა მესაუბრო ადამიანმა თავის ძიმე ისტორია მოყვა და რა კომენტარი უნდა გამეკეთებინა მაგაზე ლაზღანდარაობაზე და ამავდროულად მძიმე ისტორიაზე არ ვიცი, ხო, მომწონს შენი დაკვირვებები. არა, მართლა მომწონს. კარგად ისაუბრე, მომწონს 8 ნომერის დაკვირვებებიც. რომ აქ აი აქამდე რომ 7-მა რატო არ ახსენა რომ ერთი შავი მინიმუმ იაკუძა იქნებოდა ყველა როგორ გესიმპათიურა თვალებში მეც ვერ ხვდები. ვაპირებ ვითამაშო 12-თან და 8-თან. და დანარჩენს უკვე დავაკვირდები. რა გაინტერესებს? შენზე რას ვფიქრობ? ძალიან გამისწორდა შენი საუბარი, მაგარი იყო. 10 წამი, 3-იც გამისწორდა, ჩემიანია, 4-იც გამისწორდა, პირველიც გამისწორდა. რა ვთქვა, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ჩვენში, აი აქ, რომელიღაც წრეში არის შავი ან
3 ნომერს უსმენთ. შეგახსენეთ რომ ეს წრე არის კანდიდატურების დასახელების წრე. დავიწყებ იმით რომ 12 ნომერის დაკვირვება მეც მომეწონა. 2 ნომერს მივყვები ან ბლოგაში შეიძლება სამბრო 12 ნომერი კარგად აკვირდება, 8 ნომერის თამაშიც მომეწონა და ზუსტად რაც 12 ნომერმა თქვა რომ 7 ნომერმა არავინ არ გააშავა და აი ეგ მეც მეეჭვა, 7 ნომერს დავასახელებ. ისაუბროს მეტი მაგრამ ყველაზე შავი ახლა ამ აგიდაზე ჯერჯერობით შენ ხარ, ნუ ასე შენ ხარ ასაც ისაუბრებ, დაუკვირდები, უფრო მე უფრო გავიგებ რა. პირველი ორზე ისე ნეიტრალურად ვარ, მაგრამ ამ ორში მაინც უფრო ორიანი მეწილება და არ მომეწონა ასევე 5 ნომერი, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ისე რენდომად მოითხოვა, ჩემზე რას ფიქრობოდა, რავი, მგონი ძალიან ზედმეტი აქტიურობა არის ეგ და რავი, არ იყო საჭირო ეხა შენი ხსენება თუნდაც. ხო რა, მეტი ჯერჯერობით არაფერი და დაუკვირდები უფრო კარგად რა. პას. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? მოკლედ რისი თქმა შემიძლია. პირველ რიგში გამოუსწრელი მოთამაშე რა ხარ, არ გეგონთ რომ რამეზე ვინერვიულებთ და მაგის ფონზე მაფიოზები ამ თამაშს მოიგებთ. რაბანას მინო მიმართო რა. ეს რაც მოყევი ამ თამაშის გარდა ყველაფერზე რო ისაუბრე, აი ჯაჭვი რაც იკეთია ისე მიებნები სადაც იყავი თავის დროზე ავტოფ მაგ ჯაჭვით და თამაში რა ვიცი ჯერჯერობით მეხუთე თამაში მეხუთე თამაში მომეწონა რაც ისაუბრა ეთანხმები მაგაში მეშვიდეს შენ მომანიშნებ ამებს და ამებს მეშვიდე არის ჩემთვის საეჭო მეექვსესთან ერთად ნათამაშები მაქვს გუშინ ვითამაშეთ სატესტო ჩუმად იყო მთელი თამაში და ბოლოს მაფიოზი აღმოჩნდა ეხაც ეგრეზის არ ვიცი ვერ ვენდობი მოკლედ ერთ მეექვსეს და სხვა რავი კანდიდატურას დავასახელებ მეშვიდეს ეს მაგით 5 ნომერს უსმენთ მომისმინე გაბუნია 8-მ მე მხარი დამიჭირა თან ძალიან მაგრად 12-მა 8-ს დაუჭირა მხარე რაც იმას ნიშნავს რომ მე დამიჭირა მხარე თან იმაზე გააკეთა აქცენტი რომ 8-მ მე მხარი დამიჭირა მეორე ნომერმა 12 და 8 აიყვანა გუნდში, მაგრამ ჩემზე არაფერი არ თქვა. სო, მე მაგიტო ვთქვი, რომ ჩემზე რას ფიქრობ თქო, იმიტომ რომ თუ იმაზე და იმაზე 12-ზე და 8-ზე კარგს ფიქრობ, მაშინ ჩემზეც უნდა თქვა რაღაცა. მე დავასახელებ შენ რაც უფრო მეც ილაპარაკებ, ეგრე ვფიქრობ, მით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ, ამიტომ რაღაც ძალიან ეჭვის ქვეშ ხარ, მაგრამ 10 ნომერს დავასახელებ, იმიტომ რომ ზოგადად მაფიოზებს ჩვევიათ, შავ კარტებს ჩვევიათ, როდესაც მით უმეტეს პირველად თამაშობენ იმაზე იფიქრონ რა თქვან და არა იმაზე ფიქრობენ ვინ რას ლაპარაკობს. ამიტომ ვერაფერი ისეთი ვერ თქვა, ვასახელებ 10 ნომერს აუცილებლად. მომეწონა 12 ნომერი ძალიან 8 ნომერის ფიჩი რაღაცნაირად თითქოს მოსყიდვა იყო ჩემი ხმის, არ ვიცი, ჯერჯერობით 100% არ ვარ დარწმუნებული, ასე რომ დაგაკვირდები ჯერჯერობით 12-თან მე ისე ვიგივე ვარ, მესამე ნომერი მეპატიოსნება ძალიან, ასევე მე-12 ნომერის ლაპარაკი მომეწონა ძალიან ნულოვან წრეზე, მეორე ნომერი ნუ ისე საეჭვოდ უყურებ ისევ და ისევ, იმიტომ რომ წევან ხელი გამოვიშვირე და რატომღაც თვალში მე მოვხდი, რატომ არ ვიცი, რა იყო მიზეზი ამის. მე-10 ნომერზე მინდა ვთქვა, რომ ნუ მეც დამწყები მოთამაშე ვარ, მაგრამ თითქოს და ზედმეტად ნერვიულობდი შეგატყე და აუცილებლად დაგაკვირდები. ასევე 7 ნომერზეც ვეთანხმები იმას, რომ ნუ აქ არავის არ გამოუშვერია ხელი. ნუ შეიძლება ნულოვანი წრის ბრალია, მაგრამ ამდენ მოთამაშეში ერთი ეჭვი მაინც უნდა შეგეტანა. ჩემი აზრით. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? ხო, კი, მესმის შემოტევები ძალიან სწორია და ძალიან არგუმენტირებული ბაზარი არაა. კაი, ეხლა რახან მოусმინე ყველას. 2 ნომერი დასახელებულია? 2 ნომერს დავასახელებ, მაშინ 10 ნომერზე გეთანხმები, 5 ნომერი, მასე არის, ძალიან წინეს ლაპარაკობს, პლუს მესამე ნომერი, მე-4 ნომერი, ორივე მეწითლებით, მე-12 ნომერი რო შემომიტიე, კი, ყველა შემოტევა მესმის, ანუ ბაზარი არა გავატარეთ ეგ უკვე. მე-9 ნომერი, შენზე უფრო მეტი ინფორმაცია მინდა, მაგრამ მომწონს შენი ლაპარაკი უფრო და პირველ ნომერს მოусმენ კიდე მაინტერესებს რა აქვს სათქმელი. თუ ძალიან ავითვალწუნე პირველი მაშინ რომ ვარ ბაზარი არა. მომეწონა, მეც ყველა მოვიწონე და მე რატომ ამასახ. იმიტომ რომ შენი ლაპარაკი არ მომეწონა. წირეთ, შედარებით წირეთ ილაპარაკე ყველაზე ახლა რა ვიცი. მადლობა. ასაც უკვე მას ვაფიქსირებ. მას. მადლობა.
რუიანს უსმენთ? კაი, პირველ რიგში ნულოვანი წრის მერე ჩემს გუნდს დაემატება 12 ნომერი აუცილებლად, რომელიც მგონია რომ ძალიან სწორ გზას ადგას. ძალიან სწორ ბრჭყალებში შენიშვნას გაძლევდა რომ ჩემზეც უნდა ილაპარაკო, ხო 5 ნომერი მაშინ, როდესაც მე 5 ნომერი ავიყვანე, 12-მა მე ამიყვანა და 5 ნომერი აიყვანა და 3-ზეც მგონია ილაპარაკოთ, სწორად მახსოვს და ანუ შენ ამის მერე არც 5-ზე და არც 3-ზე არაფერს არ ელაპარაკობ რა, მაშინ, როდესაც შენ სამიანმა ძალიან სწორი შენიშვნა მოგცა რა. რაც შეეხება 7 ნომერს, ერთ ესეთ რაღაცა კითხვას დავსვო. ეს არის არგუმენტების თამაში რა. ანუ გასაგებია რომ შენ მე შემომიტიე და ხო, კაი, გავატარეთ, რატო გავატარეთ? ანუ რავი, მე არ გამიტარებია, მე ძალიან კარგად მახსოვს რატო შემოგიტია 12 ნომერმა. ძალიან სამართლიანი იყო ეგ შემოტევა და როგორ გავატარეთ? რამეთი გავაბათილეთ? არაფრით არ გაგიბათილებია. შენამდე არის 6 ადამიანი, რომელზეც უნდა ილაპარაკო, მხოლოდ და მხოლოდ 5 ვართ პატიოსნები, ყავს 2 იაკუძას წარმომადგენელი და 3 მაფიოზი, ხო? ნუ და იმ პატიოსნებს კიდევ გვემატება რაღაცა როლი. და ანუ შენამდე შენ სუფთა მათემატიკურად გამორიცხავ იმას, რომ მინიმუმ ერთი შავი მაინც არ ყავს, არარეალურია. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულია, ვასახელებ 7 ნომერს. მადლობა. ცხრიანს უსმენთ? 7 ნომერს. თუ არ ვცდები 7 ნომერს პირველმა 12-მა შეუტია და მერე 3-მა შეუტია, ხო? ხო, აი 3 ნომრის შეტევა შენ შეუტია პირველმა? ხო, ნუ მოკლედ, ან ესე რო ყოფილიყო, რომ ჯერ 12 და მერე 3, ცოტა ისე მომეჩვენა შენი შეტევა, რომ აი თითქოს ვიღაცას აყევი რა, რაღაცა ეგეთი ვაიბი წამოიღო. ჯერ ვიტყვი, ვის ავიყვან გუნდში, იმიტომ რომ პირველ წრეზე არ ვთქვი, 5 ნომერი მომეწონა, როგორც ანუ მე ვცდილობ, რომ შევაფასო ემოციურად რა, ემოციური ფონით, იმიტომ რომ ლოგიკას ჯერ ლოგიკა კიდევ უფრო გამეხსნება, ალბათ თუ არ გამაგდეთ მე-3, მე-4 წრეზე რა. ემოციურად მე-5 მომეწონა, როგორც საუბრობს, მე-8 მომეწონა, იმიტომ რომ რაღაც დაალაგებულად საუბრობს. შენთან გვითამაშია გუშინ, მე-6 ნომერზე ვსაუბრობ. გუშინ უფრო ნერვიულობდი ვიდრე დღეს, ამიტომ მგონია რომ შეიძლება დღეს უფრო პატიოსანი როლი გაქვს რა, წინაზე მე-6-ზე ვამბობ, ხო. მე-7 მე თავიდანვე არ მომეწონა. დაასრულდა თქვენი დრო? 10-იანს უსმენთ? ჯერ ვაფშე ვერ ხვდები ჩემზე რატო წამოვიდა ეს შეტევები. როგორც თქვი, მეორედ ვთამაშობ და პირველი წრე იყო და რა ჯანდაბა უნდა ვთქვა, აზზე არ ვარ. ეგ ხო რა თქმა უნდა. მაგრამ ეს აი 3 ტიპმა დამასახელა 12-მა ნომერმა, 7-მა ნომერმა და კიდევ ვიღაცამ აღარ მახსოვს რა. მაგრამ მე-7 ნომერი იყო ჩემთვის ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვერც ერთმა ვერ ახსნა, მაგრამ რაღაც 1-2 სიტყვა მაინც მოაყოლეს, რატო შეიძლება შავი კარტი ყოფილიყავი და მე-7 ნომერმა თქვა რომ შენ დამასახელე ხო მე-3 ტიპი ვინც იყო. ნუ კაი, ვიღაცაზე თქვა რომ იცი რა მე ვეთანხმები მე-10 ნომერზე ძალიან რაღაცნაირად ლაპარაკობს და всё გაგზავ. ანუ რატო საკმარისი ისმენდა რა. ფოლს ვიღებ თუ დეტექტივმა იპოვა შავი კარტი გაიხსნას აუცილებლად. უბრალოდ რადგან ტიპებმა დამასახელეს და თვალში ვიღაცებს სულად მოხვდი, მაგიტო წარმოთქვი ჩემი სახელი, ესეთის თავისწლება დამრჩა და მგონია რომ ყურადღების გადატანას ვცდილობ ჩემით რა, ამიტომაც ძალიან მეშავები და თუ დასახელებული არ ხარ გასახელებ. დასრულდა. 11-ს უსმენთ? ხო, ბევრი შეტევა წავიდა 10 ნომერზე და ჩემი აზრით 10 ნომერი წითელი კარტი უნდა იყოს რა. არ გონია და ვინც შეუტია, უფრო მეშავება ისინი. მოდი ესე შევხედოთ ხო არის, ანუ დასაშვები ეგ ვარიანტიც რა. 12 ნომერი ან არის წითელი კარტი და მის ყიდვას ცდილობენ, ვინც თამაშობს მასთან, ანუ 12-მა ხო დახურა პირველი წრე. ან ერთი ეგ ვარიანტია, ან მეორე თვითონ არის მაფია და სხვა მაფიოზები აყვნენ. აი, არ ვიცი, აი დაახლოებით მანდوار მე 5 ნომრის ეხანდელი ფოლიც არ მომეწონა ის, რომ დეტექტივი გაიხსნას, რატო უნდა გაიხსნას დეტექტივი თუ ამიხსნი და დამაჯერებ, ბაზარი არ არის. ეგ არის. ბას. მადლობა. 12-ს უსმენთ? რატომ უნდა გაიხსნას და მაუხსნი თუ ახალ დამწყები არის თუნდაც დეტექტივი, შავი თუ არის მაფიოზი ახლა გადამოწმებული, უნდა გაიხსნას დეტექტივი, იმიტომ რომ ერთი შავი ნაპონია უკვე დაიხილება და მინიმუმ 3 გადამოწმება ექნება და ერთი შავი იქნება ნაპონი მინიმუმ. რაც იმას შენს რომ ძალიან დიდი შანსი ამის რომ მოვიგოთ რა. ამიტომ თუ დეტექტივს აქვს შავი გადამოწმება თქვა და თუ წითელი აქვს, წითელი გადამოწმება არ თქვა არანაირი შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება მოკალან მე წითელი გადამოწმება, ამიტომ წითელი გადამოწმება არ თქვა. და სლენდერი მოყავს შავი გადამოწმება. 3-ის ფოლი.
ეხა გჯერა ჩემი რომ სლენდერას რო გასაგები. ხო, ამიტომ ყურეთ, სლენდერა გასაგებია, ახლა სლენდერა გავა ესე იგი, თუ სლენდერა არ ვიცი, მუდაბლობის შელაპარაკს, არ ვიცი, მე უბრალოდ გასაგებია უწყვეტ. 9-ის კანდიდატურას მიიღეთ აუცილებლად, თორე 7 მიღებულია. 9 ნომერი შენ შეუტიე 7 ნომერს და 5 ნომერს ჩაეწერე წითლობაში, ანუ მოისყიდე 5 ნომრის ხელი და შენ მეშავები მაგის გამო. მადლობა. სანამ პირველი ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 7, 10, 2, 9. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ არ მომეწონა ეს წამოძახილი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან აშკარა იყო, რომ ეს უნდა გასულიყო მართლა. ტყუილად დავწვით ეხა ჩვენ დეტექტივი. კი, როგორ არა, ჩემი აზრით ძალიან ადრევი იყო ეს გადაწყვეტილება ეხა ამ მომენტში. 7 ნომერზე ისედაც უკვე აშკარა იყო, იმიტომ რომ საერთოდ აქეთ რო არაფერი არ დაუსახელებია, პირდაპირ 10 რატომ მეწითლება, იცი? რამე 10 მეშავებოდა ისე მიაფუჩეჩა ყველაფერი, მაგრამ მე შე რო გადახვედი 10-ის შეტევაზე, ჩემთვის 10 ნომერი გაწითლდა ამ მომენტში რა, იმიტომ რომ თითქოს არაფერი არ ქონდა სათქმელი და აი შენ რო არაფერი არ თქვიო, აი თითქოს და შენივე ის ცოდვები რაც იყო, მიაწერე პირდაპირ 10 ნომერს და 10 ნომერი ჩემთვის არის ამ მომენტში წითელი ისე როგორც 12 ნომერი ერთადერთი კიდევ რაც არ მომეწონა, ეს იყო რომ ორმა ნომერმა თითქოს და შენი ხელი იყიდა ბოლოთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გაწითლდი, რატომღაც ამ და გასაგებია რატომაც გაწითლდი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ლოგიკურ რაღაცებს და თითქოს და ბენიმ რაღაცნაირად შენი ხელი იყიდა, რომ კიო სწორად აღნიშნე რაღაც და ეს არ მომეწონა. არ ვაშავებ, არც ვაწითლებ, ნეიტრალურად ყავს და დაკვირვების ქვეშ მეყოლება. ამ შემთხვევაში გადის მე-7 ნომერი. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 7, 10, 2, 9. ამ თანმიმდევრობით ყველას მოგესმენთ 30-30 წამი. 7 ნომრის 30 წამი. მოკლედ, ნაღდი დეტექტივი ჯერ არ იხსნება როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე პატიოსანი მოქალაქე, 3 ნომერი არის ფეიქ დეტექტივი, მე ჩემი როლი ვიცი, აქ ვარ დაბნეული პატიოსანი მოქალაქე, იცით რომ კი შეიძლება ვიღაცა ფიქრობს რომ გამოსტილი მოთამაშე ვარ, მაგრამ არა ვარ. ვაკვირდები ყოველს თამაშს და მაგის მიხედვით გამომაქვს ვერდიქტები. 10 ნომერი რო არ მომეწონა, მაგიტო 10 ნომერზე და 2 ნომერზე ვთქვი. გემახსოვრებათ ალბათ, მაგრამ არ დავწე რატომღაც ეგ. რავი, შეიძლება გავდიოდე, კი უეჭველი მე გავდივარ, იმიტომ რომ ველაპარაკე საბამისად, ბოდიში ხდით კალაკს და რა ვიცი. კიდე უნდა ავიღო ფოლი, თუ დეტექტივი კიდე არის მაგიდაზე და არის ფეიქ დეტექტივი, გაიხსნას მეორე დეტექტივი. 5-ას მეორე ფოლი. 10-ას უსმენთ? ნუ ახ თავის გასამართლებელი მე არ ვთვლი რომ რამე მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ ჩემი ფრეშ ლოგიკით როგორც ახალი მოთამაშე, რომ ვინც ნაკლებად ილაპარაკა 7 ნომერზე, იმას მივაქციოთ ყურადღება რა. მადლობა. 2-ას უსმენთ? დავიბენი უეჭველი გაბუნე ხო გადაგილაპარაკე რომ უეჭველი, იმიტომ რომ ის თამაშობდა ამასთან, ის თამაშობდა ეგ მთხოვა მეთქი, ანუ თავი და სალაპარაკო. დავიბენი, არ ვთამაშობ, შენ თვითონაც იცი, ამდენად ხშირად რომ აი ეს გავთვალო, მოდი შენზე ვისაუბრებ და მე ჩემ თემას დავუბრუნდები რა, ანუ შენზე არგუმენტი მარტო მე არ მithქვამს. მაგრამ შენ რო ლოგიკურად ახლა დგები და მარტო მე მასახებ, კი იმან სწორად მითხრა, იმანაც სწორად მითხრა, მაგრამ ორის არ მომეწონა ვასახელებ. ანუ ეგ არის ძალიან აბსურდული რა, ანუ ამოჩემებული ყავარ ეგრე იქ. აბსურდად თქვენი დრო? 9-ას უსმენთ? მე დამასახელა 12-მა, იმიტომ რომ 5-იანი აიყვანეო თუ რაღაც რა. ხო, აგიხსნი. მე ვცდილობ, ანუ ლოგიკა მერთვება ხოლმე ცოტა გვიანი, იმიტომ რომ კამერებია ის ვცდილობ რომ ფოკუსირდე და ჯერ ვაფასებ ემოციურად და ემოციურად 5-ს მივენდე მე რა. ანუ მარტო მაგით ავიყვანე გუნდში. დალშერი ისე თქმა მინდოდა, 7 ნომერზე მინდოდა რაღაცის თქმა და დამავიწყდა რა. კაი, გავატაროთ ეგ თემა, ანუ შენ დამასახელე, იმიტომ რომ მე 5 ავიყვანე, მაგას გიხსნი რომ, ანუ იმიტომ ავიყვანე რომ ემოციურად მივენდე უბრალოდ. დასრულდა. ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 7, 10, 2, 9. ხვის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? 7 ნომრის ბოლო სიტყვა. აი ხო, ქალაქს ბოდიშ უხდი და ბნეული მოქალაქე ვიყავი ნამდვილად. არანაირი როლი არ მაქვს საერთოდ. მინდოდა რამე ისეთი როლი მქონოდა და ან დეტექტივი არ იქი, მაგრამ ფიზიკურად პატიოსანი მოქალაქე დაკარგეთ. დავაკვირდებოდი 10 ნომერმა კარგად ილაპარაკა. ეხლა მოდი ახლა მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემ დროს. 6 ნომერი არ მომწონს, 8 ნომერი მომწონს, 12 ნომერი არ მომწონს და ფეიქ დეტექტივი რა თქმა უნდა გაუშვათ მე, ნუ ახლა არ დამიჯერებთ, მაგრამ ფეიქ დეტექტივი და ნამდვილი დეტექტივი გაიხსნას, იმიტომ რომ ანუ აგებთ თამაშს. რავი. დამძაბზიშოთ. დავშლევთ 7 ნომერს. გამე როგორც ვირი ვერ ირგებს პომადას, ისე მე ვერ ვირგებ მაფიის როლს. რომ მქონდა პატიოსანი როლი, კიდევ უფრო კარგად ვითამაშებდი. ვისაც არ გაუსწორდა ჩემი თამაში დიდი ბოდიში, კიდე კაი პირველად გამომვარდი და მეტი სისულელები აღარ ველაპარაკე, მაგრამ ხო,
მადლობა G2G-ს რომ მომცა შანსი რომ პირველივეზე გამოვარდნელიყავი. წარმატებულ თამაშს უსურვებ ამათ და რამე ქენით ჩემებო, რამე ქენი, რაღაცა უნდა ქნავა ხო შენ მაინც. ის ბრუყურებს რაღაცას მეორე. რა 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 ხელები ავიღოთ მაგიდიდან ყველამ თავი დაბლა დავხაროთ და ივიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს თონი მიდასტურებს მიიღეს გადაწყვეტილება ივიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი ივიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუზას პასუხი ივიძებს შოგუნი და უერთდება იაკუზა მიიღეს გადაწყვეტილება ივიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას და შეეცდება რომ გადაარჩინოს ის უბედური თემდება ამ ცოდვებით ახსავს ექალაქში თამაშს ტოვებს ნომერი 5 აუ აი რა მაგრამ მინდოდა თამაში ძალიან მაგრამ მინდოდა მავანი ძალიან მაგრა ეძებს რა ძალიან მაგრა ეძებს თუ შეიძლება შოგუნი იყოს არ ვიცი გადამოწმება გაქვს მეც შავი ხო ფოლი 203-ს მე წითელი გადამოწმება მქონდა გადავამოწმე 12 ნომერი და იყო წითელი გადავამოწმე 7 200-ს მეორე ფოლი ჩუმად მეტი ფოლი არა იყო 5 ნომრის დრო მიდის? არ ვიცი, გაბუნიასი უფრო მჯერა ვიდრე 2 ნომერის, არ ვიცი. შეიძლება ვცდები დამაჰეითეთ. 10 ნომერის უფრო დავიჯერე ემოციურად, არ ვიცი. ისეთ ანუ არგუმენტებს უბრალოდ არ იძლევი ხო, თორე ემოციურად გენდობი რა. 12 ნომერი ძალიან არ ვიცი რა, შენ თუ ეხა ასრულებ დამსახურებულად მოიგებ და 8 ნომერს დააკვირდით ეკავი იტოქში წავედი. მაგრა გამიხდა რა. დაასრულეთ? არა, დამსრულები არ ექიმი ვიყავი, რო იცოდეთ. დაასრულდა თქვენი დრო. და დავშილე პირველი ნომერი. ძალიან გამიტყდა. მაგრამ მინდოდა თამაში, ძალიან მაგრამ მინდოდა თამაში, იმიტომ რომ აი ეს განახლებული ვერსია ძალიან მომწონს მაფიის. ჩემთვის, გაბუნია დეტექტივია, ბენი 7 ნომერი მაფიოზები, ბენი ალბათ დონია, მესამე მაფიოზი 6 ნომერი მგონია, რატომღაც არ ვიცი. ფიქრობ, რომ შოგუნი შეიძლება 12 ნომერი იყოს. აუ მოკლედ რა, მადლობა დაავაიქეთ აუცილებლად და ბოდიში თუ იმ გულშემატკივრობდით, მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თამაშს ტოვებს ნომერი 10-ს. 10 ნომრის ბოლოს თუ. კაი, 2 ნომერი უეჭველი მაფიოზია, სანამ გადამოწმებები წავიდო და იქამდე მივხვდი, იმიტომ რომ
სანამ 7 ნომერს გააგდებდნენ 30 წამი ქონდა ბატონო ნომერს და ესეთი რამე თქვა რომ მოდი ჯერ შენზე ვილაპარაკოთო და მე ჩემზე ვილაპარაკოთო და საშინლად გაწელილად საუბრობდა 6 ნომერზე მთელი 30 წამის განმავლობაში და თავისზე ვითომ დრო აღარ ქონდა და ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს რა მეორე მაფიოზია მეშვიდე უეჭველი მაფიოზი იყო და რა ურჩება ერთი მაფიოზი და ოღონდ რა ვიცი სვეტში ვერც ერთზე ვერ მაქვს ესე ეჭვი რა მაგრამ გირჩევდით რომ ასე თუ ისე პროსტა 12 ნომერს დააკვირდეთ ანუ იმიტომ არა რომ შავი ხარ ესე შავი ხარ და რაღაც უბრალოდ უფრო რაღაც ისე შემეჭეხე თვალში დანარჩენებთან შედარებით რა პირველ წრეზე შენ 7 და 2 შეგეტიეთ გაგახსენებ გისურვებთ წარმატებულ თამაშს დავშვიდობთ 10 ნომერს აი გამომაგდეს ალბათ იმიტომ რომ გადაღებას დავაგვიანე 3 საათი და ცოტა გაბრაზებულები დამხდნენ. ხო და რავი და გამისწორდა, უფრო გამისწორდებოდა რომ ცოტა მეტი ხანი დავრჩენილიყავი თამაში, იმიტომ რომ აი კაკრას როცა რაღაცებს დავეწიე და რაღაცები დავამუღამე, მაშინ გამაგდეს და გამიტყდა რა. რავი, წარმატებული თამაში და იმედია მოვიგებთ პატიოსანი მოქალაქეები. წრეს გახსნის 3 ნომერი. არ დავიწყებ იმის წესებას, რომ მე ვარ ნამდვილი დეტექტივი, 2 გადამოწვეული შავი მყავს, 7 გავიდა და 5 მგონია რომ გავიდა შავკარტად რა, იაკუძად გავიდა, იმიტომ რომ ადგა მაგ დროს მე გაახსენდა სავით რომ რაღაცა უნდა ეთქვა ექიმზე და მოდი დავტოვებო სიტყვასა და ავრევო თუ მოკლედ რა 5 ნომერი შემიაც შავი გავიდა 2 ნომერი გავუშვა, 2 ნომერს დავასახელებ და მაგის მერე 7 ნომერი მაფიოზად გავიდა, გადამოწვეული მიყვა და მაფიოზად გავიდა. დავშე დავკვირდებით 12 ნომერთან ერთად ჯერჯერობით თამაშობ, იმიტომ რომ შოგუნს ამბობ. ნუ შეიძლება ეგეც. ანუ ყოველ შემთხვევაში 5-იც არ იყო წითელი ჩემი აზრით რა. 12 ნომერთან ერთად ვითამაშებ ჯერჯერობით. ნუ დავკვირდები კიდე რა საუბრებს და შენზე არ ვიცი. მართლა არ ვიცი ჯერჯერობით, აი მართლა ვერ გავიგე 11 ხო, ნუ დავუკვირდები თქვენ საუბარს, აი ხას რომ მარიჯობთ ვიბნებით, იცი მართლა რომ გითხრათ რა და ხო, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს და 2 გავუშვათ რა მალევე რაც შეიძლება. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? აი, მოკლედ, მე მგონია რომ მოქალაქეები ცოტა შარში ვართ უკვე. იმიტომ რომ ამ 2 გავასრულებიდან ერთ-ერთი ნამდვილად იქნებოდა პატიოსანი მოქალაქე. თავს არ დავდებ, მაგრამ მესამეს დეტექტივობაში მაინც ეჭვი მეპარება. წეღარ რას ლაპარაკობთ ვაფშე ვერ მივხვდი ერთმანეთს რას ანიშნებდა. შეიძლება ჩამოთვალე ვინ მე ვუთხარი რომ გადაგამოწმენ. ფოლიორიანს მესამე ფოლია. კაი, მოკლედ მესამეს ეჭვი მეპარება, მაგრამ თავს არ დავდებ რო დეტექტივია. რაბანას ვენდობი, ვიცი როდის იტყუება და ამ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი როდის იტყუება და როდის ამბობს სიმართლეს და პირველ ნომერთან ერთად ვითამაშებ. 8 ნომერი მიუხედავთ იმისა, რომ გამოცდილია და შეიძლება ძალიან მაგრად გვატყუოდეს ეხაც, რატომღაც მაინც სიმპათიები მაქვს 8 ნომრის მიმართ. მე 12 ნომერში არ ვიცი, ეჭვი მეპარება, მაინც ვერ მიყვები ბოლომდე და 2-ს დავასახელებ. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ? რასაკვირველია მაგიდიდან ახლა უნდა წავიდეს 2 ნომერი, რადგან დეტექტივობა დაიბრალე, 3 ნომერის მჯერა, თავიდან მჯეროდა, რომ ნამდვილი დეტექტივია. 5 ნომერი რომ გავიდა, სწორად აღნიშნეს ხოთს შორის. ექიმი ვიყავიო და თითქოს რაღაცა როლი უნდა გქონოდა, კი და პირველი ნომერი რატომ ამოირჩია მაინც და მაინც არ ვიცი, რატომ ნახილა, მაგრამ პირველი ნომერი მაინც მეპატიოსნება. ასევე 4 ნომერიც სიმპათიებით ვარ შენთან, მე 12 ნომერთანაც დანარჩენზე ჯერჯერობით არაფერს თქვა არ შემიძლია. არა. და მოკლედ დავაკვირდები როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? მოკლედ, ბენი, არსებობს ქართულში გრამატიკის წესები, მაფიასაც აქვს თავისი წესები. როცა შენ ამბობ, რომ მე ვარ დეტექტივი და გადავამოწმე 3 ნომერიო, 3 ნომრის გადამოწმება რა გინდოდა თუ პროცივ დეტექტივად გეხსნება, რაღაც ჯანდებად გიდა, ხო? ფაქტია რომ მაფიოზია. აი მან დაიწვი რომ შენ ნამდვილად არ ხარ დეტექტივი და ხარ მაფიოზი. ოკეი, კაი, გასაგებია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაგიშვებთ შენ, ეგ თავის შენ წითელი ხარ გადამოწმებული. ძალიან დიდი მადლობა. მე ისედაც ვიცი რომ წითელი მოთამაშე ვარ. ახლა ამ ეტაპზე ჩემი გუნდი იქნება 3, 8, 11-თანაც ვითამაშებ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ძალიან სწორ რაღაცებს იძახის, უბრალოდ რატომღაც არ უსმენს ქალაქი. 12 ნომერთანაც ვითამაშებ. ახლა ამ ეტაპზე 4, 6 და 9, ნუ პრინციპში ერთიანიც. ამ ეტაპზე უბრალოდ არაფერს არ მაძლევთ რა.
ყველა ვარიანტში ორ ნომერში წავა, ყველას ხელი ძალიან დიდი იმედი მაქვს. სხვა ჩვენს ქსენსუსამ ბოლოს აიწია. 7 ნომერზე ხელი აქვს და ამოამეთ თუ არა. არა, შენ არა გიწევია ბოლოს. ქსენსუსამ აწია სუსუ ბოლოს ხელი. ხო და რა. საერთოდ არა უწევია, ანუ შეიძლება დააგვიანო. 9-ს უსმენთ? ხო, მე 3-ის დეტექტივობის უფრო მჯერა, იმიტომ რომ ორმა თქვა, რომ 12 გადავამოწმა და 7-ო, ანუ თავიდან ეგრეთ თქვი, ხო? ხო, ну მე ვიცი ისედაც რომ წითელი ვარ, მაგრამ ანუ შენ თქვი რომ 12 და 7 გადავამოწმეო და მე თქვი რომ 3 გადავამოწმეო, ანუ 3 რო 3-ზე რო გაიგერო დეტექტივია, მე თქვი. არა, всё, აღარ გისმენ, იმიტომ რომ გუშინ მასე დამაბნიე ზუსტად. მოკლედ 3-ს ვენდობი ამ თამაშში ბოლომდე, იმიტომ რომ წინაზე მასე შემეშალა ორ დეტექტივში. ხელს ავიწევ ორ ნომერზე. 6-ის გაპროვება, ანუ 3-ს შეუტიე, მაგრამ მე თითქოს მივხვდი რომ 3-ზე ყველა, ანუ 3-ს არ შეუტიე 3-ს. კარგად თქვი? 6-ს პირველი ფოლი? ბოდიში შემეშალა ესე იგი რა, იმიტომ რომ მე მახსოვდა რომ 3-ს შეუტიე, მაგრამ 2-ზე თქვი ბოლოს რა, ეგრე მახსოვდა მე, მოკლედ, კაი. პას, ანუ 3-ს ვენდობი. დასრულდა თქვენი დრო? 11-ს უსმენთ? აი, ერთი რაღაცა არის კიდე საეჭო რა, ქსენსუსამ ბოლოს რო თქვა ესე იქი, მოდი მაგას მივაქციოთ ყურადღება, ორი ნომერი რო ფეიქ დეტექტივია, წყალი არ გაუვა ეს დამტკიცებული ამბავია უკვე და უკვე მაგაზე გადავთოთ გონება რომ 5 ნომერი იყო არ გაიხსნა ხო ექიმი არავინ ანუ ესე იგი შეიძლება მართლა იყო ექიმი რავი ანუ ბოლოსკენ შეიძლება დაავიწყდა არა ფოლს ავიღებ შეიძლება ექიმის თავი აქვს დახილული და აქედან გამომდინარე არ უნდა რომ გაიხსნას ეგეც თეორიაში უნდა დაუშვო ხო თეორიაში რა გასაგებია კი ბატონო კაი შენიშვნა არის და მოდი მაგაზე ვიფიქროთ და ეხლა ალბათ რავი თუ ორი ქილი მოხდა ესე იგი არ გავიდა ეს იაკუძად და შევა ექიმი იყო რა ნახოთ მადლობა 12-ს უსმენთ რა შეიძლება ძალიან ალოგიკურად გეჩვენოთ ახლა ასაც ვიტყვი მაგრამ 4 ნომერის თამაში ძალიან არ მოწონდა და გეტყვით რატო 4 ნომერმა 3 ნომერზე თქვა რომ რაღაცა არ მჯერა შენი დეტექტივობისო დააყენა 2 ნომერის კანდიდატურა და მე არ მენდო. ანუ ყურეთ რა ლოგიკაში კი მომყევით. ძალიან არეული თამაში არის ეს ან შოგუნის თამაში, ან იაკუძას თამაში მეგობრებო. ამაზე აღარ საუბრობ, 2-3-ზე აღარ საუბრობ. მოდი გავარკვევთ რა ხდება, მაგრამ მე ამ წრეზე არც ეს არ გავუშვებდი ხარ რომ გატყოთ. მიუხედავად იმისა, რომ გურამას მასში ვეწერები რა ქვია დეტექტივობაში, მე პირადად მაინც არ გავუშვებდი ბენის ამ წრეზე, იმიტომ რომ ძალიან მეტესს რა გადამოწვევს დადებენ. შენ ვისი გადამოწვევა და დეწითლად? მანიშნე არ თქვა, მანიშნე. თავიდან 6 მაგდენ გადაწყვეტა არ ყოფილა, კარგად მეყოლა, შენ გადიხარ. არ ყოფილა მაგდენ გადაწყვეტა, მე წითელი ვარ, გაიხარე. ხო, არა, სისულელე, კარგად მეყოლე, პირველივე წრეზე შეგატყვი რომ არ მომეწონა ძმა შეიძლება 2-7 შავის თამაში და 10 და 10 ალბათ მოკლა, რა ქვია, იაკუძა იყო თუ არ ვიცი, შეიძლება იაკუძა მოკლა და ის არ ვიცი რა. 5-ის თამაშიც ბიჭო, მე იაკუძებოდა რომ სრულდა თქვენი დრო. პირველ ნომერს უსმენთ? 1 3 ჩართო 1 მოცადე. კარგი, პირველ რიგში 8 ნომერს ვასახელებ კანდიდატად. ეხა ერთი რაღაცა მინდა დააკვირდეთ რა 7 ნომერი როდესაც გადიოდა და განწერული იყო, შეტევა გააკეთა 12 ნომერზე, 2 ნომერზე. ერთი აუცილებლად თავისი გუნდის წევრია არჩია და იმას იმაშებოდა რომ ვითომ გაეწითლებინას ვარიანტი და ვითომ ამას აწითლებდა რომ ვითომ ამაზე მიგვეტანა, ანუ ბოლოთაზე მაქვს საუბარი რა. ის რომ ყველა ვარიანტში გავიდა შავად, ხო მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველა ვარიანტში ორ დეტექტივს შორის უნდა გადაწყვეტა მივიღო აუცილებლად გაბუსთან მივდივარ, იმიტომ რომ გაბუს დაჭირდა თქმა რომ გაიხსენიო. ანუ სხვა შემთხვევაში ანუ მე ეჭვება რომ ეგრე მარტივად გახსნილიყო რა. 5 ნომერი იმიტომ არ მომეწონა რომ ძალიან ნაადრევად დაიწყო იმაზე ლაპარაკი რომ გაიხსნას დეტექტივი, იმიტომ რომ სამიზნე ყოფილიყო პირდაპირ დეტექტივი. მე ეჭვება რომ ექიმად გასულიყო. ჩემი აზრით ექიმი ჯერ კიდევ ზის ამ მაგიდაზე და რაც შეუძლია დიდხანს შეინახო საკუთარი თავი, საკუთარი თავი რომ რაც შეიძლება მეტი სევი დადოს რა. მე ბეკას მესმის, ბეკა შეუძლია ჩემთვის ემოციურად იმას აკეთებს, მაგრამ ცოტა ბეკა თითქოს და ჩემი ხელი იყიდა სავით და ეგ არ მომეწონა ერთი რა. სანამ 2 ნომერზე გადავალთ, დასახელებულები არიან 2-8. ამ თანმიმდევრობით. თქვენი 1 წუთი? მართალი ბრძანდება 5 ნომერი, 5 ნომერზე რა ეჭვით შეგაქვთ მართალია, ექიმი ვარ მე. ყველა გავმაზე პირველი მაინერა დავხილე რომ მეთქი უეჭველი მაინერას მოკლავენ მე ესეთი თამაში არ მიგაქვს მერე დავხილე ჩემი თავი დავიხილე შენ წითლად გადაგამოწმე შენ შავი ეს შავად გადავამოწმე შანსი არ არის მაო
ეს არ ვიცი ახლა აზღანდაროები თუ ეს თამაში. კაროჩი შილი ყველა ავაცილე რა, მაგრამ წითლები მყავს გადამოწმული ერთი შავი მყავს. ეს ხო იცი ქურდი პოლიციელობანა რო იყო და ქურდი რო ხარ და პოლიციელსო თვალს უკრავ, აი ეგეთ თემაა რა და ამან ჩამიკრა ეგრე თვალი მე, არა და დონი. So, ჩუმა, კიდე ხომ კი, მოიცა? დასახელებულები არიან 8-2. ამ თანმიმდევრობით. 2 ნომრის 33. აუ, ჩემი ჯერია? მე მაინც შევხედავდი 3 ნომერს. და 4 ნომერს გონი იაკუძა. თვალებით არ ტატუებით შეიძლება ეთყობოდეს. შენ წითლად ყავ ხარ გადამოწებული, წითლები ხართ, მეგო შენ არ ვიცი რაღაცა შემომიტიე და მე გეუნები რომ წითელი ხარ, შენ ძმაო ყველა აქ ვინცხეთ ხართ. არის ეს ვაჟბატონი არის შავი. ერთ არის მაფია არის, ეს გააგდეთ და იგებთ. და დამხილეთ. რაბანამ რა თქმა უნდა აქაც არ შემიწყო ხელი, აქაც გამაშავა, აქაც გამაგდო და ხელი ჩადო ჩემში. თუ შენ 8 ნომერს უსმენთ? აქაც მე გამაგდე ბიჭო. ეკიბა დამილოს რა დააგდო. მოიცა ეკიბა დამილოს. გულები გაგვისპავეთ აუცილებლად. 8 ნომერს უსმენთ? Так, იმიტომ თქო ერთ ნომერს ჩემი დასახელება რომ მე ლაპარაკი გინდოდა. არა. ნულოვან წრეზე ხუთიანმა გააძრო ესეთი რაღაცა რომ მეო ძალიან წითელი მოთამაშე ვარო რა და რატომღაც გონია რომ ის გადაუმოწმებელი შავი იყო. ანუ იყო შოგუნი და არა იაკუძა რა. ანუ მაგას ამბობდა რომ აი ძალიან წითელი ვარო. თავიდან როცა ახსენა ფოლი რო აიღო რომ გაიხსნას რომ დეტექტივიო, დაჟე სადღაც ვიფიქრე მეთქი ფეიქ დეტექტივა და არ გაიხსნას თქო რა. აქედან გამომდინარე მე მაგრად მეეჭება რომ 5 ნომერი ექიმად გავიდა, მგონია რომ ექიმი დარჩენილია. და ეხლა ერთადერთი ყველაზე მეტად დრაზეც მინდა ვიოცნებო ის არის რომ ექიმს არ ყავდეს დაჰირული იცით ვინც. დასრულდა. აუ, ხო, კატასტროფა რომ მოხდეს და მე რო გამაგდოთ. 2-8 ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ ორიანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? ორიანის ბოლოს სიტყვა? ჩემში ჩადეს ბიჭო, მაინც ბოლოს ხელი ჩემი. ერთი წამი მე ხო ისა ვარ. ის მეგობრებო, არანაირი როლი არ მქონია რეალურად, მოქალაქე ვიყავი. მე უბრალოდ ვეხმარებოდი შავებს, გადაიხადეს თავიდან ჩაკუჭეს. და ჩემს თვალში რვიანი გაშავდა. მაინც ვიცი. დავემშვიდობოთ ნომერს, გულები გაუსპავოთ აუცილებლად. მე ჯერ ასეთი კარგი თამაში არასდროს არ წამიყვანია, არ მაინტერესებს. ღამე მეგობრებო? მოდი, დადიქი. ხო მოგეწონე. ხო მაგარი ვიყავი. შენ წითლად ყავდი გადამოწმებული. ვინ გაარტყიბე? მე რატო დავიწყე ეს სიგიჟე? შენ არ იყავი ხო ჩემ სიგიჟეებზე? გამაზე. აუ, ამა ყველაფერი გამაზე. მოგე გავიგიჟე თავი, იმიტომ რომ შემთხვევით ვახო მყავს მეთქი გადამო ჩემი ასი მავსქენი რა. აუ, მეთქი ახლა წამოვწდა თქო რაღაცა და მე ყველას გადავწყვეტე. კაროჩე, ექიმიც ვიყავი. ნაყარიც ვიყავი, პჭიც ვიყავი, მაფიოზიც ვიყავი, დეტექტივიც ვიყავი, ყველაფერი ვიყავი ვაფშე. გაიხარე. ვით შემეკაბათება ძმაო? ხო იცი ბერდები და ერთი 10 წელი მომებატა რა. საერთოდ არ მაინტერესებს. იღვიძებს მაფია! და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს გონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. შოგუნი და იაკუძა ირჩევენ მსხვერპლს
მშვიდობები, იღვიძებს დეტექტივი. ჩუმად იღვიძებს ექიმი. გავიღვიძოთ მეგობრებო, დავსერიოზულდეთ, გვეყო, ძალიან კარგი იყო. თამაში ტოვებს ნომერი 11. აუცილებლად ესე იქნებოდა. დეტექტივი მანიშნოს ვინ გადამოწმა შავად 8 ნომერი. 8 ნომერი გადამოწმა შავად, შევა იაკუძა იყოს. არ ვიცი ახლა კიდე მეორე ქილი მომყვება თუ არა, თუ მომყვება, იაკუძა მაშინ დაბრედილია და თუ არა და 8 ნომერი შეიძლება იყოს. ასევე არ მომწონს 4 ნომერი რა. დანარჩენი ასე თუ ისე შეიძლება მაქსიმუმ შოგუნი იყოს 12 ნომერი, მაქსიმუმ, მაგრამ მაინც უფრო პატიოსნისკენ არის. ნახოთ ახლა აი ქილი მოხდება თუ არა, ეგ მაინტერესებდა, მაგრამ ვინ მიმიშვა აქამდე, გამაგორეს. ძალიან მინდოდა თამაში, წარმატება პატიოსნებს. მე წითლად გავედი, რამე ისე ჭვი არ შეიტანოთ მაგაში. დავამშვიდობოთ 11 ნომერს. მინდოდა რომ მეორე მაინც დავესახელებინე G2G-ს რა, ცოტა ეხა გამიჭირდა აზრის გამოტანა, იმიტომ რომ მაინტერესებს მაფია ან იაკუძა თუ გავარდა რა. საინტერესოდ მიდის თამაში და ჩემი აზრით ძალიან ცოტა გვაკლია მოქალაქეებს მოგებამდე რა. შოგუნი არის მგონი დარჩენილი. ზუსტად არ ვიცი. შოგუნი უნდა იყოს და ერთი მაფია მაქსიმუმ, ორი მაფია გავარდა ყველა ბლოკში. ნახოთ აბა რა იქნება. წრეს გახსნის ნომერი 4. ეხლა რა ვფიქრობ, იცი, აი ეს გიჟი მართლა დეტექტივი ხო არ იყო, რომ გავიდა იმდენი რაღაც ჩამოთვალა. აი არ ვიცი, მართლა მეპარება ამის დეტექტივობაში ეჭვიდა რავი მომგალი თუ მინდა. ფაქტი ერთია, რომ უმცირესობაში ვართ უკვე მოქალაქეები. ეს ფაქტია. ყველა საეჭვოდ მიმიჩნევს და თუ არ ვიცი. არაფერი გამიკეთებიათ ეგეთი საეჭვო თითქოს და არ ვიცი, არავინ არ მყავს კანდიდატურა რომ დავასახელო. მე-9 ნომერი არის ყველაზე ისეთი, ვისთანაც შემიძლია თამაში ხა ამ ეტაპზე. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ? მოკლედ ახლა რა გამოვიჭირე რა. 4 ნომერს ძალიან დაძაბულად საუბრობდი და 3 ნომერმა აი თავიდან რომ ვთქვი რომ 2 ნომერი იყო დეტექტივიო, ეგ რა შუაში იყო, ვერ მივხვდი, იმიტომ რომ 3-ის ფოლსავი რომ ვარაუდი გამოვთქვი რომ მართლა ეგ ხო არ იყო თქო, იმიტომ გასაგებია, მაგრამ ყველა გადაამოწმა და ყველაზე ესე აჩვენა ამ რა 3 ნომერმა თქვა რომ 8 იყო შავი კარტი. და 9 რატო გაიჭვება მაგაში ვერაფერს ვერ მივხვდი. ჩემი აზრით 2 შავი კარტი გავარდნილია მაგიდიდან, 1 არის დარჩენილი, 1 იაკუძა 2, 1 იაკუძაც გავარდნილია, ან შეიძლება შეგუნი იყოს. მოკლედ 8 ნომერზე ავწევ ხელს და შემდეგი ალბათ 4 იქნება. კანდიდატურა? 8 ნომერი. მიღებულია 8. 8 ნომერს უსმენთ? კაი, ბუნებრივი იქნება ალბათ ჩემი მხრიდან რომ 3 ნომერი დავასახელო, არ ვასახელებ 3 ნომერს, იმიტომ რომ 3 ნომერმა დამასახელა, ახლა მინდა რომ ყურადღებით მომისმინოს ქალაქმა. მე ვიყავი პირველი 0 წრეზე, ვინც 7 ნომერს დაუწყო შეტევა და ამაში 12 ნომერმა აბიბა მხარი. მე ვიყავი ის ვინც პირველ ნომერს თხოვა, რომ გეხვეწები დამასახელე მეთქი, იმიტომ რომ 5 ნომრის ის ვახსენე რომ ანუ რატო ავიყვანე 0 წრეზე, ანუ შემეძლო ვაფშე არ დამესახელებინა და ის თუ რატო გამივარდა ეხა ეს დედანაკაჩის, ის არის რომ ბიჭო, ანუ 3 ნომერს აი ანუ მე რო ვიყავ დაუშვა და მაფიოზიანი იაკუძა, ეხლა ვიტყოდი რომ დაუშვა და ვარ დეტექტივი და ფეიქად გავიხსნებოდი, მაგრამ არ ვარ და უბრალოდ სისულელე იქნება რომ ეკნა ჩემგან როგორც პატიოსანი მოქალაქისგან ეგ იქნება სისულელე. იმდენადვე სისულელე, რამდენადაც 3 ნომრის მხრიდან ჩემი გადამოწმება.
მაშინ როცა არაფერს არ გაძლევს 6 ნომერი, ამ დროს 8 ნომერი უტევს 7 ნომერს, 2 ნომერს, 2 გადამოწმებული შენი შავია და მესამეს მე მომწმებ შავს. რა ლოგიკით? შენ არ ხარ დეტექტივი. დაასრულდა თქვენი პროსტა იმას ფიქრობ, ვინ გაუშვით დეტექტივად. ცხრიანს უსმენთ? რატო არ გაიხსნა? ახალ ბედა იყო სავარაუდო და 10 ნომერი მგონია. ცხრიანს უსმენთ? ფოლს ვიღებ, 3 ნომერის კანდიდატურა ხომ მიიღეთ? მივიღეთ. იმიტომ რომ დავასახელე. არა, თქვი თავიდანვე დავასახელე, ბუნებრივი იქნება მეთქი. არ დაგისახელებიათ, მაგრამ მიღებული. ცხრიანს უსმენთ? კაი, სამა გადაამოწმა 8 შავად. შენ თავიდანვე მოყვები რა. მაგრამ ის თემაცაა, რომ აი 8-საც მენდობოდი რა, მაგრამ არ მინდა რომ იმან შემაცდინოს, რომ 8 არის გამოცდილი მოთამაშე და ვეცდები რომ ანუ გამოცდილებას არა და უბრალოდ ემოციებს მივენდო რა. გენდობი რაღაც ხრო, მაგრამ კიდე დავაკვირდები სიტუაციას. ჩემთვის 2 გასულია შავა თუ ეჭველი, ჩემთვის 7 გასულია შავა თუ ეჭველი, ორივეს უტევდი მე პირადად. პირველი არ გიტევ, მაგრამ მგონია რომ რაღაც აი ჩუმად აი თითქოს მიდიხარ რაღაცნაირად რა, ხო ზეხარ ჩილზე რაღაც ნელ-ნელა მიდიხარ ისე რომ აი არავინ არ გაქცევთ ყურადღებას რა, ჩემთვის ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში დაგაკვირდები რა და მოგისმენ კიდე რას ელაპარაკებ რა. ჯერჯერობით 3-ს ვენდობი დალშა შევხედავ რა. მადლობა. 12-ს უსმენთ? 8 ნომერი არავის არ ეგონოს რო არის მაფია რა, უეჭველი არის იაკუცა. და გეტყვით მარტივ არგუმენტს 5 ნომერზე, რომელმასაც დაავიწყო ექიმი ორ რაღაცა 5 ნომერზე თქვა რომ უეჭველი შოგუნი იყო და მაგიტო გააკეთა, ანუ მოკლედ შოგუნს გვიტოვებს თამაში ტიპი რა. 8 ნომერი თამაში, იმიტომ 8 ნომერი არის ტიპი, რომელიც გადამოწმდებოდა რო ყოფილიყო იაკუძა და ისე დაწაიყვანა თამაში, რომ ვითომ შოგუნი გასულია თამაშიდან და მე რომ გამაგდონო, იფიქრა, შოგუნს დავტოვებ თამაშიო და ჩემთვის ამ აგედაზე შოგუნი არის 4 ნომერი ულაპარაკოთ, რომელიც ძალიან არეულ თამაშს თამაშობს. ეხლა არ გეწყინოს ბექავს ძმაკაცოთ რამდენი წელი, მაგრამ ძალიან არეულ თამაშს თამაშობს, რომ წეღან 3 ნომერი, შენ კი მაფიოზები ხარ, მაგრამ 2 ნომერი გვასახელებ და 12 არ მგონი აი აქეთ იქით ისვრი რა, აი არა ხო ის ველურ დასავლეთში რომ ესე ისვრი ამ. აი ფოლსა ვიღებ და თამაშის ბოლოს რო აღმოჩნდება რომ წითელი ვიყავ, მე არა ინანებ მაგას რომ ბიჭო, არა მესმის ბექა, მესმის რასაც არეულ თამაშს თამაშობ, მაშინ ცოტა დაალაგე, მესმის რასაც. დავალაგე უკვე და მესამე ნომერზე აი თითქმის დარწმუნებული დეტექტივი არ არის, ხოდიში. 12-ის დროს დასრულდა, პირველ ნომერს უსმენთ? პირველ რიგში ექიმი თუა მაგიდაზე გაიხსნას ეხავე. ეგრე დაალაგდება თამაში. თუ ექიმი გასულია ესე, კაი, ძალიან თუ გასულია, მაშინ ესე იგი არ თქვა და თუ ის რეალურად ექიმი იყო, ირევა თამაში მაშინ რა. კაი, ეხლა რა გამოდის? მე ყველა ვარიანტში მოყვები შენ და 8 ნომერი, ჩემი ხელით აუცილებლად 8 ნომერი გავა და 8 ნომერის მერე აუცილებლად ჩემი ძმა და მეგობარი მე-4 ნომერი ბექა აქ არის გავა და რატომ? ძალიან უცნაურად ვერ გაერკვა ჩემი აზრით აქ. ეხლა რაღაც მხრივ გადამოწმებულ შავს უჭერს მხარს და ჩემთვის რაღაც პუნჩი ეს თითქოს და გუნდელები ერთმანეთს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის ხა რა, იმიტომ რომ გაყვება მე გაურთულდება, იმიტომ რომ ამასაც წყალი აქვს შეყენებული ჩემი აზრით და 9 ნომერი ჩემს მიმართ გამოშვერილი ხედი ცოტა საეჭოა. ცოტა არის საეჭო, იმიტომ რომ თელი რაც სიტყვა მომიწია, ყველას დავადე ხელი. ყველას დავადე ხელი და ყველა გავაგდე აბსოლუტურად მის გასაგდები იყო, აგერ მარჯვენა მხრიდან მეთანხმებიან. 8 და 4 ნომერში თუ არ გავარდ, თუ არ დამთავრდება თამაში, მე ვიცი რასაც ვიზავ. 3 ნომერს უსმენთ? ბიჭო, ძალიან ბევრი რაღაცა ისაუბრეთ. ნახევარი მეტი უეჭველი დამავიწყდება, რაც უნდა ვისაუბრო და შენ არ ვიცი, დაალაგებულ თამაშში არ თამაშობ, იმიტომ რომ ძალიან არეული ხარ. ფოლს ვიღებ, შეიძლება ფოლია ვიღო, ხო შემიძლია. ფოლს ვიღებ, პატიოსანიც რო იყო ბექა, ანუ ისეთ ცუდი პატიოსანი ხარ, რომ ჯობია რომ გახვიდე მაგინდა, ჩემი აზრით რა, ეგ არის. ვეთანხმები რა ბანას, ამაში, ანუ ძალიან არეული თამაში საერთოდ არ ხარ ბავშვი დაალაგებული და 8-ს უპასუხებ იმაზე, რომ 7 ნომერი პირველი მე დავასახელიო, მაგინდა 7 ნომერში პირველი მე შევიტანე, ვეჭვიო და რა გამორიცხულია ესო შენ იაკუძა ხარ და მაფიოზი გაგდება ჩვეულებრივად გაწყობს. ან თუნდაც შეიძლება გამოსვლილი მოთამაშე ხარ და შეიძლება ანუ შეუტიე შენიანს არც აიგაა გამორიცხული და ანუ არ ვიცი რანაირად შეიძლება ჩემში შეიტანოს და დეტექტივი არ გეგონოთ პროსტა ვერ ხვდები ანუ ეს თუ დეტექტივი გეგონათ 2 ნომერი მაშინ რა ვიცი ანუ შანსი არაა მაგისი 8 ნომერი გავუშვათ და მე-4 ნომერიც მაგის შემდეგ თუ მივაყოლებთ თუ არ მორჩა თამაში იმდენი ვართ მე მგონი რავი შავი კარტები იმდენია გასული არ მორჩება თამაში ჩემი აზრით და მე უფრო გადავწყვეტ რა ორივე რო ავაყენოთ გვაწყობს შემიძლია ვერავდები ეხა არ პირველი ფოლი დასრულდა ყველას მოგისმინეთ დასახელებულები არიან 8-3 8 ნომერს უსმენთ ანუ ვახო როგორც მინიმუმ მოიცა 30 წამი მაქვს და დასახელებული კანდიდატი ვარ და fake დეტექტივის გადამოწმებული ვარ იმიტომ რომ მე ხო ვიცი ჩემი ფერი რო ვარ წითელი და რატომაც გონია რომ 10 ნომერი იყო დეტექტივი რეალური რომელიც უბრალოდ არ გაიხსნა იმიტომ რომ დამწყები იყო არ მინდა რომ რაღაც დამწყები იყო და ახალ ბედაა და მაგას დავაბრალო არგუმენტებად რა
ანუ ეგ მოვიყვანო არგუმენტად. რატო არ უნდა გადავემოწმებინე მინიმუმ მაგას გეტყვით და მაგით მიხვდებით თუ რატო არ ვარ არც იაკუძა, არც შოგუნი და არც მაფიოზი. იმიტომ რომ 7 ნომერს ნულოვანი წრიდან ვუტევდი, ავაყენე ყველასთან ერთად 2 ნომერი და სულდა თქვენი დრო 300-ს უსმენთ? შესაბამას დაუშვებს ქალაქი რა. სამი გამართლების სამაგ, აუ არ ვიცი რა, ვერაფერს ვერ გეუბნები, იმიტომ რომ აი ჩვენ თუ ორიანის დეტექტივების ჯერა, მაშინ ორიანი თუ არ იყო და მე თუ არ გონი ვარ, მაშინ ვიღაცა უეჭველი გაიჩნდებოდა დეტექტივი, ვიღაცა ვერაფერს ვერ გეუბნები, გადამამოწმე და იმას მქონები ვერაფერს ვერ გეუბნები. ინტუიციის დონეზე გადაგამოწმე. ხო არ მპას, ანუ არ მაქვს სასაუბრო არაფერი. დასახელებულები არიან 8-3. ამ თანმიმდევრობით ხელს თუ არ აწევთ, თქვენი ხელი გადავა ბოლო კანდიდატურაზე. სულო თქვენი კანდიდატურა იყოს მაინც. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 1 2 3 4 5 ხმა, 8-იანის ბოლო სიტყვა. რამდენი წუთიანია ეს ბოლო სიტყვა? 1-იანი, ხო? კაი, ეხლა მე უბრალოდ ვეტყვი ქალაქს, რომ მე რომ ყოფილიყავი ან მაფიოზი, ან იაკუძა, მე აუცილებლად გავისტუმრებდი 3 ნომერს. იმიტომ რომ მე ჩემი აზრით 5 ნომერი თეორიაში შეიძლება ყოფილიყო, მე უბრალოდ თეორია მოუყევი მავანს 11 ნომერს. თუ რატო არ იქნებოდა ის არავითარ შემთხვევაში იაკუძა და რატო შეიძლება შოგანი ყოფილიყო. ეს იყო და ეს. 3 ნომერი, ვახო, შენ მინდა რომ მომესმინე, იმიტომ რომ გონია რომ ჭკვიანი ადამიანი ხარ და მაფიას გონია რომ კარგად თამაშობ. 3 ნომერი მაშინ როდესაც მე მას ვასახელებ, იმას ამბობს რომ როგორ აგიხსნაო და აი რანაირად უნდა ვთქო. შენ წესდერგით არ უნდა გჭირდებოდეს არაფრის თქმა. შენ მე გადამამოწმე შავად. და იმას ამბობ რომ ანუ აი რა არგუმენტი მოვიყვანო. შენთვის აი როგორი რკინა-ბეტონი არგუმენტია იცი ის რომ შენ მე გადამამოწმე წესით. შენ რომ რეალურად დეტექტივი იყო. მე მგონია რომ 10 ნომერი გავარდა დეტექტივად და უბრალოდ ანუ ვერ მოვაფიქრდა რომ გახსნილიყო. დავამშვიდობოთ 8 ნომერს. და ღამე. მოკლედ სპოილერი იქნება სავარაუდოდ, თუმცა აქ მაინც ჩანს ხოლმე რომ სპოილერია. მე ვერანაირად ვერ ვიფიქრდი ის რომ 3 ნომერი დეტექტივი მე გადამამოწმებდა. აი გამორიცხული მეგონა რა, იმიტომ რომ იმდენად თამაშობდი დეტექტივის თამაშს რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოთამაშეები ვერ მიხვდებიან იმას რომ შოგონი ჯერ კიდევ არის თამაში, თუმცა ნუ ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ ქილები სავარაუდოდ აღარ იქნება, თუ ჩვენ და მაფიამ ერთ და იგივე ადამიანში არ გავისწოლეთ. წესდერგით ქილები არ იქნება და შესაბამისად მიხვდებიან რომ შოგუნი არის თამაში, მაგრამ რატომაც გონია რომ ვერ იპოვიან ჩემ შოგუნს და იმედია რომ მოიგებს. კაი თამაში იყო ჩემი აზრით, დეტექტივს რომელმაც 3 გადამოწმებინა, 3 გადამოწმება დადო, არ აქვს მნიშვნელობა მაფია იპოვა თუ იაკუზა ჩემი სახით 3 შავი იპოვა, წესით ეკუთვნის MVP რა, ამას ვიტყვი კიდეც მაშინ როცა მაგაზე საუბარი ჩამოვარდება და ახლაც ვიტყვი, რავი, ჩემი ხმა ყველა ვარიანტში 3 ნომერს. მიყვარხართ, ჯიგრები ხართ და ლაიქეთ სტრიმით და ვიდეოც. ლაიქეთ აუცილებლად. და გულები გაგვისპამეთ. ასევე გამოიწერეთ არხები. ყველას წინავს. დაიღვიძებს მაფია. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი, იღვიძებს ექიმი. მიიღო გადაწყვეტილება. თემდება. თამაშს ტოვებს ნომერი 3. ლოგიკური იყო. 4-იანი გადავამოწევ წითელია, მაგრამ არც გამორიცხოთ ის რომ შოგუნი არის და შეიძლება არ ვიცი.
ვახო შენს ძალიან რაღაცნაირად არ ვიცი გავკვირდები და შენს რაღაცნაირად არ მომწოხარ და ძალიან რაღაცა შოგუნის თამაშს თამაშობ და ძალიან იპატიოსნებ თავს. მეცლებოდი მთელი თამაში ძალიან სწორ რაღაცებს აკეთებდი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შოგუნის თამაშს გავს შენი თამაში. 9-იანი წითელია ჩემი აზრით, 6-იანი წითელია. ჩემი აზრით 4-იანში და 12-ში უნდა ეძებოთ შოგუნი. მაფია არ ამგონია დარჩენილი იყოს ალბათ, რავი. არ ვიცი შეჯობთ. ხოლოს ვიდა გადამოწებული ყავს 6-იანი? არა. მე არ მინდა 6-იანი. ხო, ანუ რა გინდა? მოკლედ გაგიმეორებ თუ გინდა, შენ გადაგამოწე წითელი ხარ, მაგრამ არ გამორიცხავ რომ შოგუნი არის. ხო, არ ხარ წითელი. 4-იანს ხოლი? ისეთ არის უთამაშ თამაშობ და უბრალოდ არ შემიძლია ვარ გადამოწმევინა რა და მაშინ მე იჭრეთ სამი გადამოწმება მოგეცით ეხა და ადექი და მაშინ ჯეც გააკეთეთ უწეთელი ხარ ზო ხა 6-იანზე რას ვფიქრობ თუ გადავამოწმეთო რატო არ გადავამოწმე არ ვიცი რავი ეხა აი ეს შენზე მეუნება ისე შენ არ ვერ გავიგებ ასე თავში დოგოთ 3 ნომერს მადლობა მოკლედ მომკლეს ლოგიკური იყო მე რომ მოკლავდნენ ეხა გავიგე რომ სპოილერი შემილია ხო ეხა გავიგე რომ ერთი მაფიოზი არის დარჩენილი და ერთი შოგუნი კონტრა არის შოგუნი და საერთოდ არ მეგონა იმიტომ რომ ყველაზე წითელი იყო ჩემ ანუ ყველაზე წითელი არ იყო მაგრამ მეწითლებოდა რა და იმედია პატრიოტები რაღაცნაირად გაკაჩავენ და მოიგებენ და ძალიან გამიტყდება თუ ან შოგუნმა ან მაფია მოიგო იმიტომ რომ იმდენი გადამოწმება დაუდე სწორი რომ რა ვიცი და ძალიან გამიხარდება თუ MVP-ს გავხდები მადლობა წრეს გახსნის ნომერი 6. მოკლედ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, შანსი არა ნომერი 2 ყოფილიყო დეტექტივი. 3 ნომერი იყო რა თქმა უნდა და როგორც აღნიშნეთ წინა წრეზე 4 ნომერი მახელი დაადო 3 ნომერს და მართალიც ვიყავი, რაღაცა როლი უნდა ქონდეს, ცუდი როლი. 9 ნომერს მინდა გავცე კიდევ პასუხი. 9 ნომერი მომწონს, იმიტომ რომ ჩვენ ერთად თამაშები გვაქვს, წინაზე პატიოსანი იყავი, როგორც წინაზე ისეთი ტემბრით მიდიხარ და მომწონს. კაია, გადამოწმებული არ ვყავარ, მაგრამ თამაში მიყვები, ჩვეულებრისამებრ. ვცდილობ რომ, ანუ ვისაც ხელი დავადე, ყოველი მეორე აღმოჩნდა, მოკლედ შავი კარტი. ნომერ 12-ზე დავფიქრდები, იმიტომ რომ 3 ნომერმა როგორც აღნიშნა, დავაკვირდები და ასევე პირველ ნომერზე მგონია წითელი კარტია, ემოციებიდან გამომდინარე, უბრალოდ რეაქციებიდან გამომდინარე, 4 ნომერს დავასახელებ. მიღებული 4. 9-იანს უსმენთ? კაი. შენ შემოგიტია ერთი პერიოდი. ეხლა ემოციურად უფრო წითელი მგონი ხარ რა. შენ გადაგამოწმა დეტექტივმა 4 ნომერზე ვსაუბრობ, მაგრამ მგონი ხარ შოგუნი, იმიტომ რომ ერთადერთი იყავი, ვინც ხელი არ აიწია, ჩემი აზრით იაკუძაზე რა. იმიტომ რომ ყველა მოვიწიათ, არა კარგად დავაკვირდი მაგ მომენტს, ანუ ვცდილობ რომ, ანუ ერთადერთი რაც მე შემიძლია გამოცდილების გარეშე რომ დავაკვირდე ვინ რას აკეთებს რა. ჩემი აზრით შენ ჩემი აზრით კი არა, ანუ არა. ხოცა ვიღებ, მე პირველად თამაშობ, გუშინ ვიყავით ორივე სატესტოზე და ხო, ვიცი, მაგრამ ანუ ჩემს ფაზა ვიტყვი, ანუ მესმის შენი ხო, ნუ მოკლედ ერთადერთი იყო, ვინც არ აიწია, ჩემი აზრია რა, მე ვერ ვარ დარწმუნებული, ვერავიში ვერ ვარ საერთოდ ვარ დარწმუნებული. მგონია 6 ნომერი მაფია, მგონია 4 ნომერი შოგუნი. მე ესე მგონია, შეიძლება უცდები, თუ უცდები კომენტარებში გამკითხავენ, არა აქვს მნიშვნელობა რა, მოკლედ. რომელია დასახელებული? შენ ვინ გინდა მითხარი? 4 და 6 ვასახელებ. მიღებულია 6. ვინც არის? მადლობა. 12-ს უსმენთ? წინა წრეზე რო იცოდეთ ორივე გასულა ჩემი აზრით მოხდა 11 ნომერში და ეხლა მოკვდა იაკუძა 8 ნომერი იყო უეჭველი იაკუძა რომელიც 5 ნომერზე გვარწმუნებდა რომ იყო უეჭველი იყო შოგუნიო და შოგუნი გასულია თამაშიდან ხალხო ტიპი გვიტოვებს თამაში არის შოგუნი და მაფიოზი არ იფიქროთ რომ 5 ნომერი იყო ექიმი რომელსაც შეესმა დაუშვა 8 ნომერი გვიტოვებდა შოგუნს ეს ერთი და იმახსოვრეთ ერთი ესეთი რაღაცა და აუ შე რაღაცა თქვი და ძალიან მომეწონა და დამოვიწყო რაღაც ძალიან ხელჩასაჭირი თქვი რა უბრალოდ ავიბენი ახლა მაგრად მაგაზე. ერთ რაღაც კეთო შენ 12 ნომერი მეეჭებაო. 2 ნომერი დავას პირველივე წრეზე 2 ნომერი დავასახელებ რომ არ მომწონს მეთქი 7 ნომერი. ყველაზე მეტად მეეჭება რობინს დარჩა. ხო, 2-7 შეუტე პირველივე წრეზე. 10 2-7 შეუტე პირველ წრეზე. 2-7 გადამოწებული შავები გავიდა დეტექტივით. 2-7 10 შეუტიე. და 10 ნომერი უბრალოდ ვერ გადაემოწმა. ჩემს 10 ნომერი არ ვიცი არ იყო წითელი იყო საერთოდ 10 ნომერი რა. ჩემ ანუ პირველივე წრეზე 2-7 10 შეუტიე. ანუ თუ შავი ვიყავი, ჩემ 2 შავს შევუტიე და გეუბნებით 8 ნომერი არის იაკუძა და 2-7 მაფია იყო. ერთი მაფია და ერთი შოგუნი თამაში. თქვენი დრო პირველ ნომერს უსმენთ?
ჩემი აზრით თელი ერთი წუთი იმას დაუთმო ვახომ რომ ის დაედასტურებინა რა ისედაც ვიცით რომ მაფია და შოგუნი არის დარჩენილი მე წეგან დეტექტივს ვანიშნებდი რომ აუცილებლად ვახო ბოლოთაშვილი გადაამოწმა მე კიდე არ გადაამოწმა რატომღაც იმიტომ რომ ჩემთვის 4 ნომერი ასეც და ისეც მაინც გავარდებოდა ანუ პატიოსანის შემთხვევაშიც და ერთი წუთი როგორ არა კაცო როგორც პატიოსნის გადმოსახედა ისედაც მაფიის გადმოსახედა ჩემი აზრით აირია ორივე მხრიდან და ჩემთვის მაინც საეჭო იყო ყველა ვარიანტში მე უფრო მეც მომწევდა ვახო ბოლოთაშვილის გადამოწმა ვიდრე ამ შემთხვევაში 4 ნომრის გადამოწება. ჩემთვის ძალიან ზედმეტად ჩუმა თამაშობს 6 ნომერი და ესეც არ მომწონს მინდა აღვნიშნო და თუ კი ჩემი ხელი სადმე უნდა წავიდეს პირველ რიგში ყველა ვარიანტში, იმიტომ რადგან მე მიყურებ და ყველაზე მეტად მე ვარ გაწითლებული რაღაც პონჩი ამ იმაზე ყველა ვარიანტში 12 ნომერში წავა ჩემი ხელი, იმიტომ რომ ზედმეტად ისე გაწითლდა, კაცო საერთოდ ეჭვი არ შეპარვია და ამას უთხრე რატო არ გადაამოწმა არ ვიცი. 100% მეწოდინებოდა რომ ამაში რა კარტია და მე უფრო მივიღებდა, რადგან არ ვიცი, ჩემი პირველ რიგში ყველა ვარიანტში ამას ვასახელებ, დაასახელებ 12 ნომერი. აუცილებლად 12 ნომერში წავა ჩემი ხელი აუცილებლად. 4 ნომერზე სანამ გადავალთ, დასახელებულები არიან 4, 6, 12. 4 ნომრის 1 წუთი. აუ პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ძალიან სასტიკი თამაშია იმის გამო რომ აი თამაში არ ვიცი და აი მართლა შეიძლება ვრევ, მაგრამ ეს ის მომენტი არ არის რომ მე უნდა გავიდე თამაშიდან, იმიტომ რომ მე მართლა წითელი ვარ და მართლა პატიოსანი მოქალაქე ვარ და უბრალოდ რა ლოგიკით მაშავებენ მე და რა ლოგიკით ტოვებენ მე-6 ნომერს, ანუ საერთოდ რა გააკეთა ისეთი რომ საეჭვო არ იყოს. არც ექიმი ვარ, არც შავი კარტი არ ვარ მოქალაქე ვიცი რომ მე 12 ნომერს ჩემი ჯერა, აი დარწმუნებული ვარ, რაბანასი არ ვიცი, გადამოწმებული ვარ მე, წითელი ვარ, შოგუნი არ ვარ, ვასახელებ 6 ნომრის კანდიდატურას მოკლედ. მადლობა. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 4, 6, 12 ამ თანმიმდევრობით. 4 ნომრის 30 წამი. მე თუ გავარდები უოჭველი წააგეთ მოქალაქეები რა. მივხვდავთ იმისა რომ აი მართლა ძალიან დიდი ბოდიში მოქალაქეებთან რომ ესე ცუდი მოთამაშე ვარ. ძალიან გულით მინდა რომ მოვიგო. ისევ იმაზე ვჩები რომ მესამე ნომრის დეტექტივობაში ეჭვი მეპარებოდა და მაგის ანუ მქონდა მიზეზი რომ შემპარო და ეჭვი. იმეთი მაქვს რომ მიზეზო და არ. უბრალოდ თუ გავარდი იცოდეთ რომ წააგებთ რა. მადლობა. 6-იანს უსმენთ? ხო, ლოგიკურად დაფიქრდით რა. მე რო ახლა შავი კარტი ვიყო, 6 ნომერი, 4 ნომერი ხო არის გადამოწმებული დეტექტივის მიერ. ხო არის შავი კარტი. მე ხელს რატო დამატებ და იცი რატო? იმიტომ რომ შემომიტიეთ მე, ესე ლოგიკოთ, არ ვიცი რის საფუძველზე. უბრალოდ მე ვთქვი რომ მე-12 ნომერი ყველაზე მეტად მეეჭვება თქო, ის არ მithkoms რომ შავი კარტია თქო. მე-9 ნომერის მიმართ ისევ კარგი დამოკიდებულება მაქვს. მე-4 ნომერი რატო დამასახელებდა მე, იმიტომ რომ მე გავარდნილი ყავი ჯერ პირველი და შემდეგ წინ გაიგდო თამაში. სრულდა თქვენით რომ 12-ს უსმენთ? უყურე რა ხდება 4 რაბანას ლოგიკა ძალიან მომეწონა სხვა შორის ჩემი გადამოწმება უფრო ლოგიკური იქნებოდა ვიდრე ბექასი იმიტომ რომ ბექა თუ იქნებოდა შავი იქნებოდა შოგუნი ამიტომ ჩემი გადამოწმება უფრო ლოგიკური იქნებოდა მაგრამ აზრი რა აქვს რა იმიტომ რომ აქაც წითელი დახვდებოდა ხვდები მაგას რომ 6 ნომერი იყო ყველაზე ლოგიკური გადამოწმება მთელი თამაში არაფერს არ ამბობ მართლა აგეწყინოს რა მესმის რომ დამწყერები ხარ რაღაც ხარ მაგრამ თამაში დასაწყისშივე ვთქვი ერთი რაღაცა მაგ არგუმენტს ვერ მივიღებ რომ დამწყები ვარ იმიტომ რომ ძალიან დიდი შეცდომა მოვიდა წინაზე მაგის გამო ძალიან შავი ხარ ჩემთვის მაგის გამო რა დასახელებულები არიან 4, 6, 12 ამ თანმიმდევრობით თუ ხელს არ აწევთ თქვენი ხმა ბოლო კანდიდატურაზე გადავა სულ რომ ეს თქვენი კანდიდატურა იყოს მაინც ვინ ფიქრობს რომ 4 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 6 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა 3 ხმა ვინ ფიქრობს რომ 12-მა მე მგონი 1 ხმა 6 ნომრის ბოლო სიტყვა ძალიან ცუდად ითამაშეთ მოკლედ რა გადამოწმებულია კაცი 3 ნომრის მიერ და მაინც მე რატომ აგდებთ ვერ ხვდები ფოლსია გადამოწმებული რო ვარ წითელად ვარ გადამოწმებული და არა შავად წითელად კი აი თამაშაც არ აკვირდებოდი და შესაბამისად ვერ მესამე დავიმშვიდობთ 6 ნომერს თუ რამის თქვენი და მითხარ მე გავგი არასწორად ალბათ დავიმშვიდობთ 6 ნომერს ძალიან გამიტყდა რომ გამომაგდეს მოკლედ ძალიან გამიცრუდა იმედები ჩემი თავით რადგან 4 ნომერი მთელი თამაში მეგონა რომ შავად იყო გადამოწმებული თურმე წითლად აღმოჩენილა ეს ჩემი შეცდომა ალბათ ვერ გავიგე მაგრამ სულ იმას ვამტკიცებდი რომ 4 ნომერი იყო შავად გადამოწმებული რატომ აქამდე არ მითხრეს ან აღნიშნეს არ ვიცი
მოკლედ ვინც ბალაში ყოფდით ძალიან დიდი ბოდიში, გული დამწყდა, რომ გამომაგდეს და იმედია შემდეგში უფრო ძლიერი დავბრუნდები და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი. მადლობა ყველას. Palestinos, იღვიძებს მაფია. მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს იღვიძებს მარჯვენა ხელი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას იღვიძებს ექიმი და თენდება თამაში ტოვებს ნომერი 1 რა თქმა უნდა მე დავტოვებდი, რა თქმა უნდა. სანამ დავტოვებ და სანამ რაღაცას ვიტყვი, შენ რო ჩემზე ეჭვი შემოიტანე. ეგ ეჭვი მე რაკენი? დაიტოვე თუ ესე ხარ? ესე ხარ მაინც მე გავარდი. ესე ხარ მაინც? რანაირად ხარ ესე? კაროჩე, კაი, მოკლედ. 4 ნომერი ჩემთვის რავი რომ შოგუნი იყოს ალბათ ჩემთვის უფრო პატიოსნის ბექაზე მე 100%-ით ვაწითლებ ამ მომენტში, აი ამ გადმოსახედიდან, ემოციიდან გამომდინარე, ჩემი აზრით ბექამ ისეთ სიტყვა თქვა, რომ მე ვენდობი ამ ადამიანს ბოლომდე რა. მე რა სიტყვას დავტოვე, ეგ იყო, რომ ბოლოთაშვილი არის გასაგდები. შენ არ ვიცი, ეხლა ძალიან ის რაღაცნაირად მოდი დავაბრალებ იმას, რომ შეიძლება შენ არ ხარ მაინც და მაინც გამოცდილი და რაღაც ხრივ კაი, აი სადღაც მაგას მივენდობი რა, მაგ ემოციებს რა, იმიტომ რომ მეც ამ თამაშს მათემატიკურად ვერ ვთამაშობ. მე ვცდილობ რომ ემოციებით გავსაზღვრო რაღაცები, იმიტომ რომ არ ვარ მაგდონის მოთამაშე და ჩემთვის ემოციები უფრო მეტად დამაჯერებელია ხოლმე რა. ბოლოთაშვილი იმდენად ჩართული იყო ყველაფერზე, რომ თავიდან მე წეღანას ვთქვი, რომ აუცილებლად ბევრად ლოგიკური გადამოწმება იქნებოდა, რომ ბოლოთაში ჩაედო ხელი. ისე მეთანხმება, რომ აუცილებლად იცოდეთ, რომ ეს კაცი არის ჩემი აზრით თუ მე მენდობით როგორც ნახე მე ავიღებ ამ დარტყმას რა ხელი ჩადეთ ბოლოთაშვილზე და თუ ვერ მოიგეთ ჩემი დანაშაული იქნება რა დავშვიდობ პირველ ნომერს ძალიან რთულია როცა მოქალაქის როლი გაქვს და ანუ არც ერთი მხარე არ ეცი დაზუსტებით რა და ერთადერთი რაც არის დარჩენილი შენი რომ რაღაც ხრივ ან მათემატიკურად ან ემოციურად რაღაც ხრივ გაარტყა სადღაც რა და ვფიქრობ რომ რაღაც ხრივ სწორად მივდიოდი ემოციურად ბოლოსაც ძალიან წყის რომ გაბუნიამ არ დამიჯერა და არ გადაამოწმა ბოლოთაშვილი, იმიტომ რომ ზუსტად დარწმუნებულია რომ ბოლოთაშვილი შავი კარტი არის რა. არ გამიმართლა მოკლედ რა. იმედია მოგეწონა თამაში. მე ვეცადე ჩემსას რავი. ეს აღარ არის საჭირო. მოგესალმებით ფინალურ წრეზე. ეს არის ლატარია, აქ რა მოხდება არავინ არ იცის. წრეს გახსნის ნომერი 9. კანდიდატურების დასახელება არ დაგავიწყდეთ. პირველ რიგში დეტექტივს მივენდე რა. დეტექტივმა შენ წითლად გადაგამოწმა რა. გუშინ მომივიდა სატესტოზე, ეგ შეცდომა რომ დეტექტივებში ვერ გავირკვია და ზუსტად მაგითო წავაგე რა. შენზე რა დავაფიქსირე ნომერ 12-ზე ვსაუბრობ. პირველმა რომ რაღაცა ჩემზე ოდნავ პატარა შეტევაც არ იყო, ანუ საბოლოოდ მაინც დადებითად ისაუბრა რა, ტიპმა ხოაზე ხარ, მაგრამ შენ აი ეგრევე აი ჩაეჭიდე რომ იმის იმედად რომ აი 4 იფიქრებს რომ ხო უეჭველი 9 არისო და აი ძალიან ჩაეჭიდე რა, შესაბამისად ანუ ვასახელებ 12 ნომერს. აუ იმედი არ შემეშლება რა, არ ვიცი, შენ თუ მოიგე გამიხარდება მაინც რა. ვასახელებ 12 ნომერს რა, თუ შევსდით. მადლობა.
12-ს უსმენთ? ანუ ძალიან სწორი არგუმენტი გითხრა და მაგაზე ჩავეჭიდე უბრალოდ. ყურე, შენ კიდე გაეჭვება ჩემშიო, ესეთ კითხვა დაგისვა და ესე აკეთებ. ანუ რანაირად გაეჭვება მასში, როდესაც მაფიოზი, ყურე, მაფიის ხილი იყო გასროლილი რა. მაფიის ხილი იყო გასროლილი და კიდე გემეეჭვებიო, გეკითხება და კიო, აიგუნები, რანაირად რა ლოგიკაში ან თავი მოიკლა, ან ყურე ეწვეთ მოსდა, ანუ სამი კაცი ვარ დარჩენილი, ტიპი კვდება და შენ ამბობ, რომ კი მაინც მეეჭვებ. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მე კიდე ყურე არ ხდება ეგ თამაში არის. მე კიდე 4-იანის გადამოწება არ იყოს სწორი, იმიტომ რომ თუ იქნებოდა შოგუნი იქნებოდა, ამიტომ არანაირ ლოგიკაში იყო თავიდანვე ვთქვი და ჩემი შეტევა წავიდა 6 ნომერზე და 6 ნომერი როგორც ჩანს არ იყო მაფიოზი. ეგ არის და ეგ. თუ ვერ მიხვდით 6 ნომერი ტყუილა გავიდა, 6 ნომერი არ იყო მაფიოზი. შენგანაც დიდი შეტევა მიდოდა და შენც არ მე, შენ და ბექამ სამე 6 ნომერში შავდეთ ხელი ინდიაში რა, ეგ-ეგ გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ვეწრეზე, შეგახსენეთ, პირველი ვეწრეზე შევუტიე 2 მაფიოზს, რომელიც გავიდა 2 და 7 ნომერი, 2 მაფიოზს და 10 ნომერს, 10 ნომერში როგორც ჩანს შევსდი, ვაღიარებ, მაგრამ პირველი ვეწრეზე მე ვიყავ ერთად და შენ შეგიტია სხვა შორის. შენ კანდიდატურას ვაყენებ, მე 9 ნომერის კანდიდატურა მივიღე, დაუცე და არა 4-ს არ ვაყენებ. დასვით. 4 ნომერზე სანამ გადავალთ, დასახელებულები არიან 12-9. ამ თანმიმდევრობით. 4 ნომრის 1 წუთი. მოკლედ არ ვიცი. თუ 9 ნომერი მართლა შავია და რა ვიცი, მართლა რაღაცა მაფიოზი ან რაღაცა დამსახურებლად მოგილოცავს მამა გამარჯვებას, მაგრამ მე ვასახელებ 12 ნომრის კანდიდატურას. კი ცდილობდი ჩემთან ერთად რომ გეთამაშა და რატომღაც იმ აზრს ეყნობოდი შენც რომ არ ვიყავი მე შავი ნომერი. გამოსტილი მოთამაშე ხარ ჩვენგან განსხვავებით და ვფიქრობ რომ ამით ცდილობდი ჩემს ბჭყალებში შენ ხარეს განმობირებას. 9 ნომრის თამაში ნანახი მაქვს გუშინ, ასე თუ ისე ვიცი როდის თამაშობს. როდის არ ნერვიულობს და როდის ნერვიულობს, ეს ის მომენტია, როცა ნერვიულობს, მაგრამ იმიტომ ნერვიულობს, რომ პატიოსანი მოქალაქეა და არა იმიტომ რომ მაფიოზი არ არის. რაბანამდე სანამ დატოვებ და ვახოზე ბოლოს თყვას, იქამდე ვაპირებდი ვახოს კანდიდატურის დასახელებას. დასახელებულები არიან 12-9. ამ თანმიმდევრობით. 12-ის 30 წამი. არა, ბექა რას ვამბობ, იცი, ემოციების თამაში არ არის ეს ხოლმე. ეს არის სტატისტიკაზე ლოგიკის თამაში, მაგას ვამბობ რა. სხვა რამეს ვამბობ. პირველი ვეწრეზე მე თუ მაფია ვარ, ანუ იაკუდ მაშინ შენ ლოგიკაში იაკუძა ვარ. თუ მე მაფია ვარ, ჩემი 2-ან 7-ან შევუტე პირველი ვეწრეზე. და მაგას ხსნი უბრალოდ რომ 9 ნომერს არც ერთი შავისთვის თელი თამაშის განმავლობაში არ შეუტევია, რომელიც მაგით დაიყვანოს ჯობი. არც 8-ზე, არც 8 შეუტიე, არც 7 შეუტე, როდესაც გადაამოწმეს. არც 8-ს, არც 7-ს, არც 2-ანს. პირველი ვეწრეზე, როდესაც გახსნა პირველი ვეწრეზე ძალიან ცოტა ილაპარაკა და ვთქვი რომ ეგრე არ ხდება. 9 ნომერმა გავიდეს რა, არ შეიძლება. 9-ს უსმენთ? აი თავს არ გავიმართლებ. შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება როგორც მიიღებ რა. შენ რომ ამბობ რომ არ შეგიტევიაო 7 შავი იყო და მე შევუტიე ეგრევე როგორც კი მოვიდა ჩემი სიტყვა მიუხედავად იმისა რომ აი გულში სატესტოზე ბავშვს ვთილობდი რომ არ შევუტიე. ბოდიში ნულოვანზე არ შეგიტევია შენ 7-ზე. მე შევუტიე. არა, ნულოვანზე არა შემდეგზე შეიძლება რომ ხო, მაგრამ არა აქვს მაგას მნიშვნელობა ანუ შევუტიე როგორც კი გადამოწებულ შევუტიე. ფოლები არ გაქვს, ანუ რო ვიგრძენი რომ ტიპი ხოაზე ხარ შავია, შევუტიე. მეორე რო ვიგრძენი რომ შავია, მე გზნობებს და თქვენი დრო. ანუ რა ვიტებში. დასახელებულები არიან 12-9. ამ თანმიმდევრობით. ხმის მიწევა იწყება. მაგრამ სანამ ხმის მიცემა იწყება, ძალიან დიდი მადლობა Betson Sports, Benedictiners, Starbucks, Celsius, Ludisas, ყველა სპონსორს, ვინც YouTube-ში შემოდის და გვერდით უდგას ასეთ ეპიკობებს. 12-9 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? 12 ნომრის ბოლოს სიტყვა. ძალიან გავერთე, კარგი თამაში იყო და მადლობა რომ მომიწვევთ. და იაკუძას ულოცავთ! მიულოცავთ 9-ს. შოგუნი იყო. მაფია იყო და სწორი იყავი. ეს იაკუძამ გადმომცა თვითონ და განსაკუთრებულად დაუძახოთ მოთამაშეებს. პირველი მეგონა იაკუძა, პირველი მომკალი რა. 9-იანი რომ მოგეკლა. უფ, პირველი 9 გადავუმწე, ხო? შოგუნოვიჩი. 9 გადავუმწე, ხო პირველი? ხო. ბიჭო, პირველი შენ გადაგამოწმე, მასა ქვია იმით ხელით. ბიჭო, ეს გადავამოწმე პირველით, ჰა? ხო იცი ისთვის გენერები. ეს გადავა. ბიჭო, შენ რომ აფი იყავი, დამავიწყდა ჩემი დედა ვატირე და ღამე გავიღვიძე და რომ დავინახე გამოუქლიავდი, ბიჭო. ეს კადრი გადაიღო.
ბიჭო, შემეშალა 9 მეგონა, შენ მეგონა შოგუნიტო. ბიჭო, აი ამ თამაშის წაყვანის დროს მინიმუმ 10 წელი მომემატა რა. აი 100 წელს დავიღუპები. იცოდეთ ყველამ რომ 90 უნდა მეცხოვრა რა. ასე რომ მადლობა თქვენ. აი ძალიან მაგარი იყო, ძალიან ვიხალისე და ეს არის რა, აი მაკლდა ეს სიხარულობები რა. როგორ მოგეწონათ, აი ძალიან კარგი პატიოსანი იყავი 12 წელს შევედი, მაგარი ბოლო სიტყვა დატოვე და რესპექტ. პირველ რიგში მართლა არ ველოდი ესეთ კარგ თამაშს. თითოეულ თქვენგანის დამსახურება არის. მადლობა ბიჭებო. 12-ეს და მე-13-ეს უკვე ბატონ ჯითუჯის სამ მოთამაშეს გამოვარჩევდი და ავხსნი სამივეს რატო გამოვარჩევ და მე ჩემს დავასახელებ რა. ჩემი აზრით ბოლოთაშუა ძალიან მაგრა ითამაშა. აღსანიშნავია მისი თამაში, ასევე მინდა ბენის არ დაუკარგო ის სიცანცარე და ის კარგად მორგება იუმორის, რაც გააკეთა მართლა ბევრი ვიხალისე და ალბათ შენ წეღარ ასე მომემატაო ბენის დამსახურებით იყო ეგ 100% ვარ დარწმუნდა მე ჩემ ბენის ვერ ჩავტეხავ ვერსად დოდიშით ყველას მაფარია ვერ გამოგარჩეთ და ჩემი MVP ალბათ იცი რა არის ბოლოთაშვილისგან არ გამიკვირდა კარგად თამაში რა ბოლოთასგან არ გამიკვირდა ეგეთი კარგი თამაში ვისგანაც გამიკვირდა ეს იყო გაბუნიასგან სამივე ისეთი გადამოწმება დადო, ანუ სამივე ზედიზედ გაარტყა შავი კარტი და ჩემი აზრით გაბუნიას დავასახელებდი MVP-ად. აი, ბოლოთას და იმას შორის, მაგრამ ბოლოთას იმიტომ ჩავწერდი აი ზუსტად მაგმიზეზის გამო, რომ ეს რაღაც პონჩი პირველი იყო ამის და ჩემი აზრით MVP კაცი არის რა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. პირადად მე ვიხალისე. გაიხარეთ რა, მადლობა. ინსპირაცია იყო რაბანა, იმიტომ რომ ფინალში ზუსტად ამან წამაგებინა მე რაბანა რომ ეხლა გარი. ასე რომ გაჩუმდა და მე რომ წამოვიგე. ეს მაფიოზი იყო და შენ პატიოსანი და აბა როგორ წაგაგები. ხო და რო გაჩუმდა. ხო ეს რაღაცა ის იყო პირველად მოხდა. პირველად მოხდა მაფიაში ახლა ტიპს ასახელებენ. ანუ კარგად ითამაშა. ხო, ანუ მაგას ვამბობ და ახლა მეც ესე ცოტა ვიცელქე რა. სხვა გზა არ მქონდა რა განწირული ვიყავ. საღო გურა მაგრა გადამ მადლობა. საუ გურა მაგარი გადამამოწე, მაგარი ხარ გუ. ხო და ვახოსაც საღოლ, კონტრასაც საღოლ, ყველას აი ვინც ბოლომდე გაკაჩეთ იმ ყველაფრის მერე და იყავით და ლოგიკურად თამაშით მე ანუ მე არ უყურებთ და არ ვიცი. იგი სხვა გარ ვიყავ. ვინ მოიგო არის ხო? სამწუხაროდ არ გამიჭირდა. შოგუნმა მოიგო და გავიგერო ვახოზე დატოვა რაბანამ რა შავი და ნუ ჩემი MVP ახლა იქნება ხალხის ხმა რა. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. სუბიექტური ვიქნები ახლა რო ვთქვა. ანიქით, ანაკეთ რა. გეხვეწები ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ჯითუს თუ ვღადაობთ, ბოლომდე ვიღადაოთ და MVP სიაში მეც ჩამწევ. და მომაგებინეთ სიცილიაში გამიშვით და კონტრას მე გადავუხდი ფულს, მაო კომპენსაციას. დეტექტივს მივესალმოთ. გამარჯობა. ძალიან მაგარი ხელი იყო. მაგრამ ვიხალისე. შენ რაღაც ცანცარის და შენგან არ მიკვირს ეგ ცანცარი და რაღაცა. ვიხელისე. მეფე მე მგონი ხა შენ იყავი? მეფე მე ვიყავი და მეფე მე ვარ. ხო. რა ვარ შენ კიდე ბოდიში რომ არ დაგიჯე. აი ბოლოს უკვე მეგონა რომ მაინც ვახო იყო და აი ხან პროსო ძალიან ისე ვიყავი. ბექამაც ძალიან ამრია და მე ბოლოს ვახომა ძალიან დამაჭირდა და ნუ ბოდიში შენ რა. ჩემი ხმა მიდის კონტრაში. კონტრას ვასახელებ, იმიტომ რომ გაკაჩა და მოიგო რა. კიდე არ გინდა ჩემს MVP არის კონტრა. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. პირველი თამაში. ძალიან. ჩემი ძალიან დიდი თხოვნით მოვიწვიეთ ტეტრისი და აი აქ გაერთიანდნენ და რესპექტ მართლა რა. ასე რომ კიდია თამაში რა. აი ძალიან ცუდი მოთამაშე ვარ, მაგით დავიწყოთ, ეხა სახში წავალ ჩავიკეტები, წერს მოუშვებ. შენ მაფია გააკეთე. აი ბოთლებს წავიღებთ. ძალიან ცუდად ვითამაშე, აურიე თამაში. მე-9 ნომერს ჩემგან დიდი რესპექტი ძალიან მაგრად ითამაშა, რა ვიცი. მამას პირველად ითამაშა. რა ვიცი, MVP დავასახელებ კონტრასტა. ჩემი აზრით ერთი შეცდომა რას დაუშვა გუგამ, უნდა გადაემოწვევინა ვახოც თავის დროს, მაგრამ ეჭირო მებარებოდა მთელი თამაში, მაგაში შევწდი და ძალიან გული მწყდება. ჩემი MVP არის ვახო. ჩემი გუნდელია და ბოლომდე აჰა, ესე გები.
უღრმესი მადლობა, მეგობრებო. ძალიან ვისიამოვნე თამაშით, ძალიან დაძაბული თამაში იყო, ამავე დროს ძალიან სახალისოც. გამოვარჩევდი მე-12 ნომერს, კარგად ითამაშა, ასევე მე-9 ნომერს ისე გაიპარა ბოლოში, ვერც ეჭვიც კი ვერ ავიღე, მაგრამ ჩემი MVP გაბუნია გახდება. 3-დან 3 გაარტყა ზედიზეთ, რესპექტი ძმა. მე ძალიან ცუდად ვთამაშე ბოლოში, იმიტომ რომ სამწუხაროდ სხვანაირად გავიგე, მეგონა შავი კარტი იყო 4-იანი, ამიტომ ბექა დიდი ბოდიში ძმა. და იმედი მაქვს რომ კიდევ ვითამაშებთ ამ მაგიდაზე ერთად. მადლობა, აუცილებლად. თავარია რომ გიყვარდეთ მაფია. ძალიან გავერთე, კარგი თამაში იყო. მაგარი გავერთე მე, პირველივე გავარდი, მაგრამ ვიმსახურებდი კი რა. გახსნილი ბიჭო, ბიჭო, ვიმაი ფიქრობ არა საკმაოდ, ნუ გააკეთე, ხო? ვერ ვიტყუები რა ვქნა არის ჩემი საქმე, თუ პატიოსანი მომდის, ვკლავა ქაურობას რა მაგასაც ნახავ, ხოაზე რა ეგრევე, ხო? ბოლომაში ვარ მე-3 ნომერთან და მე-12 ნომერს დავასახელებ ჩემი MVP-ს, დატო გადამოწმე. ხო და ხო, მართლა კარგად ითამაშე და მე-9 ნომერი იმენა კარგად ის საღო. მეორე ნომერზე სიმართლეთან არაფერს არ ფიქრობდი, ასე რომ შენც კარგი. რა ფიქრობდა შენზე? რა ფიქრობდა ჩემზე, ხო, სწორად ფიქრობდა მაშინ. აუ, იმე ოპელები ვხარე და მეთქი ყველაზე მაგარი იცი რა არის? 12 ნომერს დაავიწყდა მე რომ თავის გუნდში ვიყავი და მაგითო შემიტია ეგრე რა. ეგ იყო ძალიან მაგარი ისლა და მეთქი იმენა საღოლ ბოლოთ საღოლ ვიყავ მეთქი. კი ახლა მოიგო მაქსული. იმენა ასეთი რა. და აი მეთქი საღოლ ბოლოთ მე ბარემ დეტექტივად გაიხსენი მეთქი. და 7-იანი შავი. შავი. ო, ძალიან დიდი მადლობა. იმედია ამ საშინელი თამაშს მე კიდე მოგენდობათ ჩემი ხილვა აქ რაღაცა რა მგონია, მაგრამ G2G-ს გადასაწყვეტია ეგ, ასე რომ იმედია შემდეგში უფრო კარგად ვითამაშებ და მაფიოზითაც დავამოღამებ თამაშს დიდი. ბიჭო, ჩემი აზრით ერთხელ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ითამაშოს მაფია. აცი რა. მე უკვე ორივეჯერ ვითამაშე მაფიით, რაც აქ ვიყავი ასე რომ. გაგითამაშე ერთხელ და საბოლოოდ. საბოლოოდ? ბაზარი არა, ხო. კაი, ვინ ანთებს შაქროშუქს ნახავ და ვინ დაარგებს გამანებით. გამანებით. მადლობა. მადლობა. მაინერამ კიდევ დაქლაჩა. კი, თეორიული შანსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შოგუნმა მოიგო და მე შოგუნის გუნდის წევრი ვიყავი, მაინც საწინააღმდეგო გუნდის წევრს, ანუ პატიოსნების წევრს დავასახელებ MVP და ჩემთვის MVP არის 3 ნომერი, რომელმაც 3 გადამოწმება დადო და ძალიან მაგარი შედეგი არის ჩემი აზრით. ეგ იგივე თემა არის, რომ ექიმმა დადოს 2 ჰილი ზედიზეთ პირობითად. მაქსიმალურად სადე რომ მომერგო სიტუაცია, ანუ მოთამაშეების ასე ვთქვათ, ქმედებები მე ჩემთვის არგუმენტად გამომეყენებინა და ამიტომ 10 ნომერს ვასახელებდი, რომ დეტექტივი იყო და რაღაც არ გაიხსნა თქო და 5 ნომერზე შოგუნს ვამბობდი, იმიტომ რომ ეჭვები საერთოდ გამქრალი იყო 9 ნომერზე და ძალიან მაგრა გაძრო 9 ნომერი, მაგრამ ბავშვი მგონია რომ ისედაც იქნება MVP-ების სიაში, მაგრამ მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა და იმის რომ ჩემი გუნდის წევრი იყო, ჩემთვის MVP მაინც 3 ნომერია, ბრავო. მართლა ბრავო. ხალხმა გადაწყვიტეს. მადლობა. ხალხმა გადაწყვიტეს რა თქმა უნდა. 9-იანს უსმენთ, როგორ მოგეწონა? მოგეწონა ძალიან ცოტა რაღაცა ისეთი გრძნობაა, რომ აი 4 ნომერთან იმენა ისე უგრძნობ თავს, რომ იმენა მოვატყუე ტიპი. არა, არ მოგიტყუებია, მაფიოზი გააგდებინე, ხვდები? მაგარი თამაშია. ეს არა უშო, ყველა კაცი ერთზე იქნება. ეს იყო პასუხი. 3 ნომერი. პეტლიჩკა. 3 ნომერი MVP ჩემთვის, ეს ობიექტურად, მაგრამ 4 ნომერი MVP, იმიტომ რომ მოვატყუე. არა, ძალიან კაი თამაში იყო, მართლა ძალიან გამისწორდა, ვისიამოვნე. კიდე კონფიდენსის მაძლევდა, რომ გამოსტილი მოთამაშე მყავდა თიმში, ნომერი 8, ანუ აქ ცალკე შაურაუთი. იმიტომ რომ იმენა ონლაინ ისინი რო ქონდათ მაფიას ონლაინში რო თამაშობდით, მაგ დროიდან გიყურებთ და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იყო კი და ანუ მადლობა რა. აქ ჟიური არ იყო, ვერ გამაგდეს. არა, რა თქმა უნდა. Sky's გულშემატკივრობ, მე-3 სეზონი მოაქვს Sky's, ჩემი აზრით. და რავი, ამ პროექტს წარმატებები, მადლობა რომ მომიწვიეთ, ძალიან გამისწორდა, ვისიამოვნე და მადლობა შენ. თუ კიდე მოხვდები, გამისწორდება. დიდი სიამოვნე. მოხვდები ევიპოვაზე ხარ. რავი, როგორც თქვი, მეორედ ვითამაშე ამ წესებით. ძალიან გამისწორდა, მაგრამ ვისურვებდი რომ უფრო დიდი ხანი ყოფილიყავი თამაში, მაგრამ გამაგდეს. მადლობა.
და რავი ხა მე დანარჩენი ჩემი გაგდების შემდეგ თამაში არ ვიცი როგორ წარიმართა, მაგრამ მე ესე მჯერა რომ MVP არის ის, ვინც იგებს მაგ რაღაცას რა. ამიტომაც ჩემი ხმა კონტრას. მადლობა. 11 ნომერს უსმენთ? კრევანში შედგა ბეთლის მერე 9 ნომერი. შენ რა ჩაურთხარ შედა? მოკლა აქ. ნომერა ტოგავი. ხო, აი შენ არ მოგიკლავს და კაკრას მინდა გადავიდე 8 ნომერზე, რომელმაც გზა გაგიკვალა და ერთ-ერთ MVP-ებში ერთ-ერთ 8 ნომერს დავასახელებ, რა თქმა უნდა 9 ნომერმა მოიგო და რა თქმა უნდა 3 ნომერმა ითამაშა და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ მოქალაქეთ თამაში დიდათ არ მიყვარს, მით უმეტეს ამ კიდე ახალი შეცვლილი წესებით მაფიაში. იმიტომ რომ ძალიან რთულია მოქალაქეების მოიგო ამ თამაში. ორი ყია შენ მოყვა. ხო. იმდენად მაგრად ითამაშე შენ რომ მაფიამაც და ჩვენც შენში გავისურვეთ იმდენად კარგად თამაში შენ რომ მოქალაქე ძალიან საქმე მოქალაქე. კი, კარგად ლაპარაკობდი და ძალიან. ალბო მაგრად დაუღებია მე კაი. მაგიტო ეს შემეში. არა, პირველივე ხარ. დიდი სიამოვნებით მოვიდოდი კიდე და რომ მომივიდეს იქნებ შავი კარტი. ჩაგიწყობთ. მადლობა. ვახო. მადლობა პირიქით. ძალიან კარგი თამაში იყო და ერთ რაღაც სავხსნი ჩემი გადამსახედიდან 3 ნომერი ანუ ორი არის MVP თამაში და გეტყვით რომ 9 ნომერმა მესმის რომ კარგად ითამაშა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გაძრუმის თამაში და ეს არის ტექნიკების თამაში, რასაც G2 ძალიან ბევრჯერ აღნიშნავს. ტექნიკურად სწორი გადამოწმებები და დუამ ადამიანმა სწორ ადამიანებს შეუტია, მე შემიტია რომ გადიოდა ვახო მე ეჭებაო და ვახო უნდა გადამემოწმებინაო და შავი მგონიაო ვახო, ანუ მესმის 8-ცილა 4 ნომერში, იმიტომ რომ შეიძლება თეორიულად შეგონი ყოფილიყო, მაგრამ სწორად თქვა ჩემზეც რა, ამიტომ მე მგონია რომ გურამოს თამაში არის ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ 9 ნომერს დააკდა შეტევების სწორ ადამიანებზე, რომლებიც არიან მაფიოზები ამ თამაშში ჩემი აზრით და თამაში იმიტომაც მოიგო, რომ ასე ვთქვათ, ანუ გურამას არ გაუმართა და 9-ს უფრო გაუმართა. მეც რომ მოიგო, ჩემზეც გამართლება უფრო იქნებოდა რა და არა ის ცოდნა. უბრალოდ ჩემს ძალიან არ გაუმართლა სამნობას. ერთიანი რო გიტევდა, მაგიტო მოკალდა, იმასაც რო შეეძლია, იმასაც მოკლა. ანუ ერთიანი, არა ერთიანს მაინც მოკლოდ, იმიტომ რომ 4 ნომერი და ერთიანი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და უბრალოდ იმდენად იცნობენ, იციან რომ წითლები იყვნენ ორივემ და შანსი არ იყო რომ არ მომიკლო 1 ნომერი, თორე 9 ნომერი პირველივე გადამოწევა 9 ნომერი იყო ჩემთვის როგორც მარჯვენა ხელის. და ერთი თხოვნა მაქვს რომ ტეტრისელები ძალიან უხდებიან ამ მაგიდას და ძალიან ვიმხიარულე დღეს. შენ არა რა. რაბანას დაბრუნება ძალიან გაუხარდა ალბათ ყველა მაყურებელს და იმედია კიდევ რესპექტ რაბანა. ქსესუსას გასვლა რაღაცნაირი იყო, იმიტომ რომ ჯობდა ალბათ მოქალაქეებისთვის ექიმად თავიდანვე ეთქვა, ძალიან დარწმუნებულად ეთქვა, რომ ექიმად გავდივარო, იმიტომ რომ 8 ნომერმა მე შეუტია. ვიღაცაზე რომ გაისრონ, აი ისეთი რეაქცია ქონდა, რომ მეთქი მოჭელი არ ნახე 5 ნომერი იმდენად როლში იყო რა, რომ თითქოს ყველა მიცოდა რომ 5 ნომერი ექიმი იყო რა. ხდები? და დაავიწყდა ფაქტიურად ბოლო სიტყვაში ძლივს თქვა. თითქოს ნათქვამი ქონდაო ისე გავიდა. დაჟე მოკვდა კიდეც, მაგიტო მოკვდა რომ 5 ნომერი ექიმი. ბრავო! დავსუდავთ მეგობრებო! მადლობა გულები გაგვისპავეთ და გამოიწერეთ არხები. კარგად.